22 საათსა და 30 წუთზე. და დღეს გადაცემაში დებატები გვაქვს ერთმანეთის პირისპირ ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი ბობოხიძე, ლევან ბეჟაშვილი, კოალიცია ქართული ოცნებიდან ზაქარია ხუსნაშვილი, გიგა ბუკი, ასევე გადაცემის განმავლობაში ჩაგვერთვებიან გოგა ონიანის ადვოკატი დავით დეკანოიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ექსპერტი კახა კახიშვილი. მას ასეთ ვისაუბრობთ ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებაზე, რომლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს. გოგა ონიანი ბრალს არ აღიარებს, ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს საკანში და თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობს. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის ეს პოლიტიკური დაკავება, რატომ თვლის ასე ოპოზიცია და არგუმენტები აქვს ხელისუფლებას. მე მინდა მადლობა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში ბატონ აკაკის დაუსვა კითხვა. ბატონ აკაკი, ბრალდება არის საკმაოდ ძიმე. გოგა ონიანი სანამ იქნებოდა ადვოკატი, ის იყო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი, ის მუშაობდა დანი ნაძალდევის პოლიციის უფროსის მოადგილედ და მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე, განსაკუთრებით ძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ასევე განზრახ უკანონო დაკავება. ეს ბრალდება არის საკმაოდ ძიმე. რატომ თვლით, რომ აქ პოლიტიკაა კავშირში და არა, ვთქვათ, ტელემაყურებლებს ნინო როგორც მე სიყალბე უკვე მოუხსნეს გოგას, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ რას გულისხმობთ, როდესაც პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტიკურ შერჩევით სამართალზე ვლაპარაკობთ. მე ბუნებრივია შორს ვარს იმაზრის გამო, რომ ჩვენი ხელისუფლება იყო ფრთიანი ანგელოზების ხელისუფლება და შეცდომები და დანაშაულობები არ არის ჩადენილი იმ პერიოდში, მაგრამ როდესაც ადამიანი ისჯება არა დანაშაულის გამო, არამედ თუ ადამიანები ისჯება და დასჯის მომენტში პრიორიტეტი არის დანაშაული, ასეთ შემთხვევაში მაშინ დანაშაულის ჩანდენ ადამიანებს შორის განსხვავება არ უნდა არსებობდეს. როდესაც ადამიანები ისჯებიან დანაშაულის, თუნდაც დანაშაულის ჩადენის გამო, მაგრამ ისჯებიან შერჩევით, ანუ ერთად რას გულისხმობთ, ხვებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული? მოდი ესე ვთქვათ რა, რომ ამ წუთში ჯერ გოგა ონიანს დანაშაული არ ჩაუდენია, ეს აპრიორი სანამ სასამართლო არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ლაპარაკი არის, როდესაც ლაპარაკი სხვა რამეზეა ლაპარაკი, როდესაც ჩვენი ხელისუფლების დროსაც ყოველთვის ტარდებოდა სასამართლო და ყოველთვის ტარდებოდა გამოძიება, ან ხარისხიანი, ან უხარისხო, მერე ტარდებოდა სასამართლო და საბოლოო ჯამში სასამართლო ამბობდა გადაწყვეტილებას. მაგრამ თავარი ამომსავალე ცით რა არის? ადამიანი ისჯება დანაშაულის ჩადენის გამო, თუ დანაშაული, მის მიერ ჩადენილი დანაშაული თუ კი ასეთი არსებობს, არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. ეს როგორ უნდა დავასკვნათ? საბოლოო ჯამში სასამართლო გამოიტანს ალბათ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც არსებობს ადამიანი, დავით შათირიშვილი, უკაცრავად თუ შეიძლება რეპლიკასავით ავაკეთებ, მაყურებელს რო შევახსენოთ, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის დააკავეს 2011 წლის 15 ოქტომბერს, გოგა ონიანი მონაწილეობდა მის დაკავებაში, ის მიიყვანეს მასთან და ვინ ამბობს ამას? დავით შათირიშვილი. აბა იქნებ გამახსენოთ, რას ლაპარაკობს თენგიზ გუნავა? თენგიზ გუნავა დღეს თავისუფალია, სასამართლომ გაათავისუფლა. არა. სად არიან ის ადამიანები, ვინც მას ჩაუდო, არა, თენგიზ გუნავა კი არის თავისუფალი, მაგრამ სად არიან ის ადამიანები, ვიზედაც თენგიზ გუნავა ამბობს, რომ მას ჩაუდეს იარაღი და ჩაუდეს ნარკოტიკები. და რატომ არის ვიღაც შათირიშვილის ნათქვამი მნიშვნელოვანი საფუძველი და რატომ არ არის თენგიზ გუნავას ნათქვამი, თქვა საინტერესო არგუმენტია. არანაირი საფუძველი. ალბათ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე პასუხებენ. გოგა ონიანმა ჩაიდინა თუ არა ჩაიდინა დანაშაული, ეს გამოძიების პრეროგატივა და ამას დაადგენს, მაგრამ როდესაც მიდის ლაპარაკი იმაზე, იცი, მოდი ნინო პირდაპირ შევთანხმდეთ. თუ არ არიან გუნავასთვის დაუშვათ იარაღის ჩამდებები დაკავებული, ამიტომ არ უნდა მოხდეს სახის გამოძიება. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ? არა, კიდევ ერთხელ ვამბობ რა. მე მაგალითად ქართულ ოცნებას თქვა დავეთანხმებოდი შეფასებაში, რომ იცით რა, თქვენ იმსახურებთ ცუდმოპყრობას, ესე რომ ამბობდნენ პირდაპირ. იცით რა, თქვენ უნდა იგრძნოთ სიმწარე არასამართლიანი მოპყრობისა. იცით რა, თქვენ უნდა მიხვდეთ რას ნიშნავს, როდესაც არასწორად გეპყრობიან და ამიტომ გექცევით ასე. აი ასე რომ ამბობდეს ქართული ოცნება, მე ვიტყოდი რომ ეს ასეა. მაგრამ როდესაც ლაპარაკი არის თუ არა შერჩევითი სამართალი, აქ მნიშვნელობა საზოგადოების განცდა იცით როგორია, ნინო. მერაბიშვილი დამნაშავეა და ის უნდა დაისაჯოს მიუხედავად იმისა, მას დაუთვისდება თუ არა. ბაჩო ახალაია დამნაშავეა. არა, საზოგადოებრივი აზრიდან არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, საზოგადოების განცდა სამწუხაროდ საქართველოს ის რაც ნაციონალურ მოძრაობამ დაუშვა, თქვა შეცდომები, ეს არ არის მარტო ნაციონალური მოძრაობის შეცდომები და დანაშაულები. ძალიან ხშირად იღებს ხოლმე პროკურატურიდან განსხვავებულ გადაწყვეტილებას და
რიგ სასამართლოებში კი, რიგ სასამართლოებში არა, უკვე ტრადიციად იქცა რომ ქუთაისში ყველა მოთხოვნა იმაშობა რა ქვია მაყოფილდება. ყოველ შემთხვევაში მე სხვა რამეზე მაქვს ლაბარაკი. ადამიანებსაც სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებსაც აქვს როგორი დამოკიდებულება იცით სამართლის მიმართ, რომ ჩამოყალიბებული განწყობის მიხედვით მსჯელობენ, რომ ესათვის ადამიანი არის დამნაშავე და ის არის დასაჯელი და ამის შემდეგ მეორე ხარისხოვანი ხდება მის მიმართ წაყენებული მტკიცებულებები არის თუ არა თქვა საფუძვლიანი ან არის თუ არა კარგად დასაბუთებული. ამაზეა სწორედ ლაბარაკი, თორე როგორ უნებოდნენ ჩვენ ვეუბნებით მათ რომ შერჩევითი სამართალი გვაქვს სახეზე შერჩევითი ადამიანების შერჩევა გვაქვს სახეზე პოლიტიკური ნიშნით და რომ გვეუბნებოდნენ რომ გირწიხათ კი ბატონო ამას მე მივიღებდი მაგრამ როცა მეუბნებიან ეს ასე არ არის კიდევ რაიმე სხვა მაგალითად კიდევ მეორე თქვა ჩვენ ვართ კისისხლიანები ჩვენ ვართ კაცისწყლები ჩვენ სადარბაზოებში ვახშობდით ხალხს მაგრამ ის პოლიტიკური ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები ყოფილი წევრები რომლებიც გადაბარგდნენ ქართულ ოცნებაში დღეს აბსოლუტურად ყველა საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციები დაკომპლექტებული არის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებისაგან მე მეცაც გეტყვი ნინო თუ სადმე რომელიმე ხელისუფალი თავს აძლევს უფლებას ცოტა იმაზე მეტი გააკეთოს ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული ყოველ გარწმუნებთ რომ პირველ რიგში ამაში დამნაშავე არის ეგრეთ წოდებული რუხი მასა აი ეს რუხი მასაა სწორედ ის მასა რომელიც ყველაფერზე დაშუქავდა ჩემს ხელისუფლებას და დღეს გადაბარგდნენ იმაში ქართულ ოცნებაში ისინი არ არიან სისხლმისმელები ჩვენ ვართ თურმე სისხლმისმელები აი აქაც ორმაგი ეს არის რა ქვია ხო დამოკიდებულება მადლობა ბატონ ზაქარია ძალიან საინტერესო არგუმენტი იყო აი გუნავასთან დაკავშირებით მაგალითად საბოლოო სასამართლომ გაამართლა თენგის გუნავა ქართული ოცნების ფრაქციაში გადაბარგებული ტიპების პოლიტიკური ინტელიგენციაზე არ არის საინტერესო და კი ბატონო ამაზეც ვისაუბრებთ ანუ რატომ რჩება მუდმივად განცდა რომ ეს არის შერჩევითი სამართალი შეიძლება მუდმივად არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენს ოპონენტებს ოპოზიციას რჩება ესეთი განცდა რომ თუნდაც გოგაონიანის შემთხვევაში არის შერჩევითი დაკავება და თქვა პოლიტიკური ანგარიშწორება კეთილი ნინო მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მაყურებლებს პირველ რიგში მინდა თქვა რომ დღეს არის 25 თებერვალი და ჩემი გამოსვლა მიუძღვნა ყველა იმ გმირს ვინც შესწირა თავის სიცხლე ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს და სიმბოლური ალბათ ის რომ ასევე დღეს საზოგადოებამ იხილა ძალიან მნიშვნელოვანი კადრები ატლანტის ოკეანის იქით როცა სოფლიოში ყველაზე გავლენიანი თანამდებობის პირი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაური შეხვდა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ალბათ ბოლოსკენ და ამიტომაც ეს სიმბოლური კავშირი, თქვათ, ოკუპაციიდან თავისუფლებამდე აღნიშნო ჩემ შესავალ სიტყვაში და ჩემი გამოსვლა მიუძღვნა დაღუპულ ვაჟკაცებს. რაც შეეხება იმ თემას, რაზეც თქვა თქვენ დაიწყეთ საუბარი. რასაც ბატონი აკაკი საუბრობს შედარებით წავალთ, შედარების თუ წავალთ. ესე შეიძლება ავიღოთ საზომად, თქვათ შედარების ელემენტი. და ამ შემთხვევაში თქვათ შედარების ელემენტში, თუ თქვათ რამე გადაცდომა იყო ბატონ გუნავასთან მიმართებაში, ეს გადაცდომა გამოსწორებული იქნა ძალოვანი უწყების მხრიდანაც და სასამართლოს მხრიდანაც. დამისახილონ მათი მმართველობის პერიოდში, როცა რაღაცა შეცდომები სწორდებოდა ან სასამართლო სისტემაში, ან ძალოვანი სტრუქტურების სისტემაში. ამიტომაც როცა შედარებას ვაკეთებთ, არ დავიწყებ იმ ცნობილ ფრაზებს უხერხული, არასწორია, თქვენ ესეთები ხართ, თქვენ ისეთები ხართ, თუმცა ხალხი რასაც ფიქრობს მათზე, მე ამ შეხედულებას ვიზიარებ. და მე ვამბობდი ამას ამათ ჯგუფზე, იმიტომ რომ იმაჩნია რომ ეს ჯგუფი პოლიტიკური ჯგუფი, თავისი არსით არის კრიმინალური და თავისი არსით არის დანაშაულებრივი ჯგუფი, იმიტომ რომ ყველაფერთან ამტკიცება ჭირდება ბატონო ზაქრო და ეს აღარ არის ის დრო, როდესაც თქვენ იყავით ოპოზიციაში კრიმინალური ჯგუფებიდან ფრაქციებს არ უნდა ქმნიდეს ზართ მაგაში გეთახმებით მაგაში გეთახმებით მაგაკი რომ ეს დემოკრატიის კულტურაა ანუ განსხვავებაში შეშსა და ჩემ შორის რატო არ მეკრიმინალი და შეხიაშვილი რატოა გმირი კარგი, ყავთ პროკურორი დანიშნული გენერალური, რომელიც თქვენი ხელდასმული, ასე ვთქვათ, თქვენი პოლიტიკური გუნდის და ამ ყველაფერს ის დროა, როდესაც მხოლოდ რიტორიკის დონეზე არ უნდა რჩებოდეს და მტკიცებულებებით უნდა ხდებოდეს. ხო გამყარება. აი ამაზეა დღეს ზუსტად საუბარი, რომ უბრალოდ როდესაც თქვენ საუბრობთ რომ ისინი კრიმინალები არიან, დღეს ეს უკვე ბელეტრისტიკაა. არ არის ბელეტრისტიკა, ნახეთ, დღეს ქართული საზოგადოების როგორც სახელმწიფო ნაწილი, ასევე ოპოზიციური ნაწილი აღიარებს, რომ ხელისუფალი, რომელიც ესხვის საკუთარ ხალხს, ხელისუფალი, რომელიც უკრაინაში ძალადობს საკუთარ ხალხზე, არის დამნაშავე. ამას აღიარებს ყველა დღეს.
და ეს ადამიანები იყვნენ, ვინც ქმნიდნენ იმ პოლიტიკურ ლობს, იმ ძალადობის პოლიტიკურ ფონს, რომელიც მათ შორის ეს ონიანი მონაწილეობდა. ონიანი ეჭვმიტანილია საზოგადოების მხრიდან, არა პროკურატურის მხრიდან, საზოგადოების მხრიდან ეჭვმიტანილია კიდევ ორ ძალიან მნიშვნელოვან ძალადობაში. ეხლა გეტყვით ამ ფაქტებს. გეტყვით ლინჩის სასამართლო ლინჩის სასამართლო თუ მომცეთ საშუალებას თუ მომცეთ კითხეთ ბატონ ზაქროსო ბესელიაც წარსული თუ იცის მე დანაშაულებრივი კი არ არის ეს წარსული მაგალითად სამეგრელო სამხარეო პოლიციის ეხლა კადრები გავცელდა ვთქვათ გიგაონიანის დანაშაულებრივი მოქმედება ხომ უნდა გამაგდეს საზოგადოებრივი აზრით და გავცელდა კადრები პოლიციელი ასრულებს თავის მოვალეობას და დაყავს დაკავებული ადამიანები იქ კადრებში ძალიან აქტიურად ჩანს ბატონი ბესელია მე კიდევ ერთხელ მე არ ვაცხადებ დანაშაულად არც გიგაონიანის და არც ბატონი ბესელიას ამათული მოქმედებას და არც კაპიტან რისიც მაგინდა მოკლედ ხატრავს ერთი კაცი დღეს არის საპრობილეში მეორე არის სამხარეო პოლიციის უფროსი დღეს ერთი პირი არის გიგაონიანზე ზემდგომი პირი სხვათა შორის გიგაონიანზე უფრო ქვემდგომი პირი ჭიკაიძე არის შინაგან საქმეთა მინისტრი გიგაონიანი არის საპრობილეში ამაზე არის დანაშაულის დამტკიცება არ დამტკიცება მარტო არ კმარა იმისთვის რომ შერჩევითი არის თუ არა სამართალი ეს შეფასება რომ მიეცეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი თუ ერთსა და იგივე დანაშაულზე ერთი პირი იჟება და მეორე არა აქაც შერჩევით სამართალთან არ ვიცი ეს რამდენად შეიძლება იყოს შერჩევით ყოველთვის შეიძლება არ არსებობდეს მტკიცებულებები და მართლაც რაღაც მოსაზრებების გამო როცა მტკიცებულებები არსებობს თუნდაც მაგრამ ერთსა და იგივე მტკიცებულებები არსებობს ეს იცის ხოლმე პროკურატურამ ალბათ ბატონ ზაქარია გავაგრძელოთ თუ შეიძლება საუბარი გოგაონიანი არის ძალიან გახმაურებულ საქმეში მონაწილეობს ის ბაჩვახალა ეს ადვოკატი აი ამიტომაც ხდება ეჭვი და ბრალდებები რომ მისი დაკავება მოხდა პოლიტიკური ნიშნით ზუსტადაც. ეს ბუნებრივია. ბევრი მტკიცებულება ალბათ საჭირო და მყარი და არა მხოლოდ მოწმის ჩვენება არ ვიცი არსებობს თუ არა ასეთები როგორც წესი მე აღმოჩნდება ხოლმე რომ არ არსებობდა. ბუნებრივია ნინო არა მარტო ონიანის ნებისმიერი მოქალაქის მიმართ უნდა არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებების თან ერთობლიობა. ერთი კი არა, ორი კი არა, სასურველია 3, 4, 5 და ასე შემდეგ. აი ეს არის თანამედროვე სამართლის სტანდარტი. თუმცა თქვენ საუბრობდით რომ ის საზოგადოების მიერ არის ეჭვმიტანილი, არა ერთ დანაშაულში. არ მათქვენათ ახლა არც თქვენ და მოდი დაუბრუნდეთ ისე ამ განცხადებად. სხვა ფაქტებს დავასახელებთ. ეს თქვენმა ოპონენტებმა შესაძლოა აი ზუსტადად რაღაც პოლიტიკური ჩაგითვალონ და იმაში რომ აი თქვენ რაღაცა ეს მოსაზრებების გამო შესაძლოა პოლიტიკური გავლენა მოახდინოთ პროკურატურაზე. ესე იგი, მაშინ ნინო რატომ ისვამ შეკითხებს? შინაგანი თუ თქვა ჩვენ კონკრეტულ кейს ვარჩევთ, თუ კონკრეტულ საქმეს ვარჩევთ, დაპირონების სამსახურებრივ საქმიანობას შეიძლება სხვა მაგალითებიც მოვიყვანოთ, თორე რა თქმა უნდა, მე არც ბრალდებელი ვარ და არც მსაჯული. მე ამ შემთხვევაში ვარ ადამიანი, რომელიც მსჯელობ. აქედან გამომდინარე, თუ გაინტერესებს ამ პიროვნების გარშემო, მე მზად ვარ გითხრათ ეს. კი ბატონო, გითხარით და შემდეგ მინდა გოგაონიანის ადვოკატი ჩახსოვთ ძალიან მოკლედ რამდენიმე წუთით. კიკვიძის ბაღში, როცა ამათმა ხელისუფლებამ განიზრახეს პოლიციის შენობის აშენება. არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა გაცემული, საერთოდ არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა, ლაშა ჩხარტიშვილი და სხვა ბიჭები აპროტესტებდნენ ამას, იმიტომ რომ დაანგრიეს ყველაფერი. მივიდა ეს ონიანი, დააკავა ეს ხალხი, დააპატიმრა მშენებლობისათვის ხელი შეშლის საფუძველი. ესეა ხელმძღვანელობა. აი რატომ არ ისჯება სხვა? ამაზე გადავალ აუცილებლად ნუჩქაროთ ბატონები გვაქვს დღე საათად 15 წუთი გვაქვს წინ დრო და ზაქარია არის კიდე ეს კაცი რომ თულ კითხვას გაექცეს და ან ეს რა ქვია აისკლიტოს ეს რთული კითხვა ხო? მეორე ფაქტი. 2009 წლის 15 ივნის თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ მოხდა მასობრივი ძალადობა ქართულ ხალხს. აი ხა დღეს რო გმობენ უკრაინაში ძალადობას აი სურაბაში. ამ ძალადობაში მონაწილეობდა ეს პიროვნება ონიანი. როცა თქვა დაუხეთქეს ხალხს ხვირპირი ისე დასაჯა პოლიცია დემონსტრაციულად ჩვენი მოქალაქე. თუმცა სხვები არ მონაწილეობდნენ. ეხლა ნახეთ. როცა ჩემი კოლეგები საუბრობენ იმაზე, რომ საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ სამართლიანობა აღდგეს და დამკვიდრდეს, ეს მოლოდინი მართლაც არსებობს. რომ საზოგადოება უფრო აგრესიულად არის განწყობილი მათ მიმართ, ეს მართლაც სიმართლეა. და კიდევ უფრო მთავარი სიმართლე ის არის, რომ ჭეშმარიტ მართლმსაჯულება დაცლილი უნდა იყოს ყველა ამ ემოციისაგან და ონიანი იქნება ქუცნაშვილი იქნება თუ ჯანგირაშვილი იქნება თუ ჭიკაიძე მნიშვნელობა არ აქვს. როცა ბრალს წაუყენებს პროკურატურა ის
მტკიცებულებები უნდა გადამოწყვეს სასამართლოზე და უტყუარობის დადასტურების შემთხვევაში უნდა იქნას პიროვნება ცნობილი ბრალეულად. აი ეს არის ძალიან მარტივი მიდგომა. თუ ვინმეს გონია რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები უფრო დაბალ სტანდარტებით ვილაპარაკებთ და იმის გამო რომ გუნავა გამართლა, ამის გამო დავძრახავთ ან მართსაჯულებას, ამიტომ რა ცუდი მოხდა არც ვიტყვი, მე ვიყავი და თინიკო ხიდაშელი, ვინ პირველ დღესვე განვაცხადეთ, რომ თუ ეგეთი ფაქტი მოხდა, რომ გუნავას ჩაუდეს იარაღი იმისათვის, რომ დაებრალებია დანაშაული, მივიხედავთ იმისა, რა წარსული ქონდა მას, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა რჩეს რეაგირების გარშე და მოახდინა კიდევაც რეაგირება ღარიბაშვილმა, მოახდინა კიდევაც სასამართლომ ამაზე რეაგირება. და პიროვნება განთავისუფლებულია. ის არის, რომ განთავისუფლებულია პიროვნება და გუბერნატორად დანიშნეთ მერე თქვენ ისევ. ისევ გუბერნატორად დანიშნეთ. განთავისუფლებული მესმის ღარიბაშვილმა არ გაათავისუფლა. სასამართლომ გაათავისუფლა. მოდის ვიხდით. სამართლიანობა როცა ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, ნახეთ, შედეგზე ლაპარაკობ თუ პროცესზე ლაპარაკობ. შედეგზე უნდა ვილაპარაკოთ. თუ შედეგზე ვილაპარაკოთ, გუნავას მოადარებთ ონიანს. ონიანი უნდა შეადაროთ. თუ არ ვილაპარაკეთ, არ გამოვა ეს. საქმე თუ ონიანის მიმართ წაყენებული ბრალი არის მართალი. მე ხო ჯერ არ ვამბობ ონიანი მართალია თუ მწვანეა. ეს არ არის ამ წუთში ჩემი გადასაწყვეტი. მე უბრალოდ ვამბობ, ონიანის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მან მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიცირება. გუნავაც ამბობდა, რომ მის მიმართ მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება. თქვენ ერთმანეთს უნდა შეადაროთ არა გუნავა და ონიანი, არამედ ის ადამიანების, იმ ადამიანების ბედი, ვინც ფალსიფიცირება მოახდინა გუნავას მიმართებაში. შედარების მეთოდოლოგია და მე გეუბნები შედარების შეჩევითი სამართალი საკმაოდ არის შეჩევითი სამართალი შედარებითია მხოლოდ ჩვენ დროს ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლო ადგენს სიმართლეს, ეგრე კირვალიძის წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება, ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და ბრალს დებდნენ ძალიან სერიოზულ საკითხში, ტრაქტორების საქმე, გახმაურებული საქმე იყო. კაცმანამდეობა დატოვა. სასამართლო გამოძიებამ დაადგინა თავის აბა რა გინდა თქვენ? რომ ბრალი არ დაიწყო. საქმე ჩაიფარცხა თქვენ ასეთ ბატონ ლევან თუ უბრალოდ არ აღმოჩნდა ბრალი. როგორც იცავთ ისე მოვიშვით. კარგი, მოდით ბატონ დავითს მოусმინოთ ადვოკატს და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. იმედია ყავს ხაზზე ბატონი დავითი. დავით დეკანოიძე, გიორგი ონიანის ადვოკატი. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში ბატონო დავით და პირველ რიგში მინდა გითხოთ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ზაზა ხატიაშვილის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ რომ გოგა ონიანის დაკავების პროცესში დაიღო მისი უფლებები, ის ატარეს რამდენიმე წლის ბილიში და ამ პერიოდში მასზე განხორციელდა ზეწოლა და მას აქვს სისხლნაჟღენთები. თქვენ თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ინფორმაცია და ამ მომენტში რა მდგომარეობაშია ბატონი გოგას ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რაიმე ზეწოლა ხომ არ ხორციელდება მასზე? მოგახსენებთ ამ მომენტში წინასწარი დაკავების საკანში რაც იმყოფება გოგა ონიანი მის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. ერთადერთი ის აცხადებს პროტესტს მის მიმართ განხორციელებული უკანონო დაკავების გამო და ამის გამო შიმშილობს. ანუ იმის გამო რომ ის ბრალდებას არ ეთანხმება. ბრალდებას არ ეთანხმება რა თქმა უნდა. იყო რაიმე დარღვევა დაკავების პროცედურაში. პროცესუალური დარღვევები ხო არ იყო რა? პროცესუალური დარღვევები დაკავების პროცესში იყო ერთი ის რომ ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების გარეშე გოგა ონიანის სახლში, რაც ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან დაკავება მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე და სრული შესაძლებლობა ჰქონდა ბრალდების მხარეს პროკურატურას, რომ ასევე მოეთხოვა ჩხრეკის ჩატარების განჩინება არ ნებართვა სასამართლოდან, რაც არ გაუკეთებიათ და თითქოს და გადაუდებელი აუცილებლების გამო ჩაატარეს ჩხრეკა, რაც ყოვლად დაუშვებელია. აი ეს პროცესუალური დარღვევა იყო დაკავების. კარგით, მე ვიცი რომ ბატონი არ აღიარებს ბრალს თუ შეიძლება როგორია მისი ვერსია ბოდიში ასე რომ ვამბობ ამ ისტორიის ანუ არსებობს ადამიანი რომელიც ამბობს რომ გოგა ონიანმა მას ის დააკავა წაიყვანა მარიხუანა ჩაუდეს მას და აიძულეს რომ რაღაცა ეღიარებინა მარიხუანის ფლობა და შემდეგ გამოუშვა საპროცესო შეთანხმებით. რასაც თავად ბატონი გიორგი ონიანი, ანუ ასეთი ფაქტი საერთოდ არ ყოფილა, თუ ინტერპრეტაცია მოხდა, თქვა დაზარალებულის მხრიდან რაღაცა განსხვავებული. თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ ეტაპზე ამის შესახებ. გეტყვით, გოგა ონიანი არა მარტო ამბობს, რომ დაკავების ფაქტს ჰქონდა ადგილი,
ქონდა ადგილი ყოველივე იმას, რის გამოც ეს მოქალაქე შათერიშვილი პასუხისგებაშია მიცემული, არამედ გოგაონიანი ადასტურებს იმ ჩვენებებს, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დაკავებაში. ის ადასტურებს, რომ ზუსტად ესე მოხდა დაკავება, ამას ადასტურებს და არავითარი განსხვავებული პოზიცია არ აქვს ამ მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით. უფრო მეცაც მოგახსენებთ, ჩვენ დღეს გადმოგვეცა საქმის მასალები, გადავხედეთ ამ საქმის მასალებს და არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს გოგაონიანის წინააღმდეგ. ისე მოხდა ბრალის წაყენება. ამას ალბათ აქვეც ღონისძიების შერჩევის დროს სასამართლო გაითვალისწინებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც. თუმცა მოწმე ამბობს, რომ ის იმის გამო დააკავეს, რომ ის ბეჭდავდა ქართული ოცნების უბრალოდ ბერა ივანიშვილის მაისურებს ბეჭდავდა და ამის გამო მოხდა მასზე ზეწოლა და იმიტომ დააკავეს ის. აი ამაზე რა შეგიძლიათ რო გითხრათ? ამ საფუძვლით დაკავება არ მომხდარა, როგორც გოგაონიანი ამბობს და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ დაკავება სხვა საფუძველი ჰქონდა, როგორც მოგახსენეთ, თვით ბრალდების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების დასტურდება დაკავების საფუძველი, შათერიშვილის დაკავების საფუძველი, რაც შეეხება მაისურების ბეჭდას, ეს მისი საქმიანობა იყო და ამასთან კავშირი მის დაკავებას არ ქონია, როგორც მე ვიცი გოგაონიანისაგან და საქმის მასალებშიც ასე ჩანს. დიდი მადლობა. ბოლოს მინდა კითხოთ, რას აპირებთ უახლოეს დღეებში? ალბათ პროცესი იქნება აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. როდემდე აპირებთ ბატონი გოგა შიმშილობას? ძალიან ძნელია, რთულია, არაადეკვატურია შეიძლება ამ კითხვის დასმა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ალბათ თუ ასე გაგრძელდა რამდენიმე დღეში არ იქნება, ხო? მაინც და მაინც ახარბიელო. რას აპირებთ თქვენ პირადად და რას აპირებს ბატონი გოგა? მე ვერ გეტყვით რამდენ ხანს აპირებს შიმშილობის გაგრძელებას, მაგრამ მე ერთი რამ შემეძლია ვივარაუდო, რომ აქვეც ღონისძიების საკითხი იხილება სასამართლოზე ხვალ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ საქმის მასალებით, იმ მტკიცებულებებით, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ, ვერც ერთი მოსამართლე ვერ შეუფარდეს აქვეც ღონისძიებად პატიმრობას ვერც ერთ პირს. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ხვალ ყველაფერი კანონიერად, სამართლიანად გადაცდება და ალბათ ამით დამთავრდება გოგაონიანის პროტესტის ნიშნად შიმშილობაც. მადლობა. ჩვენ გვერდებოდა დავით დეკანიძე, გიორგი ონიანის ადვოკატი. მე მინდა ბატონ ლევანს დაუსაკითხო. ბატონ ლევან, ისტორია, რომლის გამოც არის ბატონი გოგაონიანი დაკავებული, არ ვიცი, ალბათ სასამართლო და გამოძიება დაადგენს საბოლოოდ ყველაფერს, თუმცა დღეს ადამიანი, რომელიც დააკავეს, მაშინ ამბობს ყვება ისტორიას, რომელიც მე ძალიან მეცნობა იმ პერიოდში არ არის ერთი ისტორია, რომელსაც ახლა დღეს ჩვენ კითხულობთ და ვისმენთ, არამედ იმ პერიოდში ძალიან ხშირად ყვებოდნენ ხოლმე ასეთ ისტორიებს, ზუსტადაც პოლიტიკური დევნის შესახებ. მაგალითად იმის შესახებ, რომ ვიღაცეები იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას თქვათ რაღაც მომსახურებას უწევდნენ, ან იყვნენ მისი მხარდამჭერები, ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე პოლიციაში, მათ უდებდნენ ნარკოტიკებს, მათი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ და ასე შემდეგ. ანუ დღეს თქვენ დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებთ პოლიტიკურ დევნაში და ზეწოლაში. თუმცა თავის დროზე ზუსტად თქვენი ხელისუფლების მიმართაც იყო ხოლმე ანალოგიური ბრალდებები. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. შეგიძლიათ თქვათ, რომ ასეთი რამ თქვენი ხელისუფლების დროს არ ხდებოდა ადამიანებზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და თუნდაც პოლიტიკური ოპონენტებისთვის სერვისის გაწევის გამო მათი დაშინება, დაჭერა და ასე შემდეგ. პოლიტიკური მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე გარკვეულ, ასე ვთქვათ, მაშინდელი კანონმდებლობა საუბარია პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კაცრი კანონმდებლობა იყო და ის ევროპული სტანდარტები, რომლებიც ევროპაში წარმატებულად მოქმედებს, საქართველოს პირობებზე არ იყო მორგებული და გარკვეულწილად მოხდა ისე დალაგდა ისე, რომ კანონმდებლობა მიღებული იყო და მაშინ ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის აუდიტის სამსახურსაც უწევდა ამ კანონმდებლობის მიღება, თუმცა ისეთ პირდაპირ, ასე ვთქვათ, მაგალითებს იმისა, რომ პოლიციის მეშვეობით ნარკოტიკების ჩადება და პოლიციაში საჯელის, ასე ვთქვათ, მიცემა და გამოძიების წარმოების დაწყებას, ასეთ ფაქტებს, ხო, თუმცა მაშინ ამოვიღოთ ოპოზიცია როგორც ჩანს უიგონებს, ხო? მაშინაც იგონებს. მარტივი გადასამოწმებელია, შეიძლება ამოვიღოთ მაშინდელი განცხადებები, კადრები, მაშინდელი დაკავების ფაქტები და ამ კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ. მაგრამ თუ შეიძლება დავასრულოთ, თქვა ნარკოტიკი აღმოჩნდა სისხლში. ძალიან ბევრს წინა საკანში ალევინებდნენ. მაგრამ შეიძლება ეს რეალობა საუბედუროთ.
თუ ერთ ხარეს ვესაუბრები, მაშინ ასეთი ფაქტები თუ შეიძლება, მაგრამ ის რომ წინა ხელისუფლების პერიოდში რაღაცა ხდებოდა, მე მგონი არ არის და არ უნდა იყოს გამართლება დღევანდელი ხელისუფლებისათვის. შეიძლება ეს წინადადება ბოლომდე თქვა. არა, ნუ აქამდე არ მითქვა. კიდევ ბევრ წინადადებას თქვით, დრო გვაქვს კიდე. ამიტომ დღევანდელ ხელისუფლებას მე ვფიქრობ, უფრო მეტი პასუხისგებლობა აქვს, იმიტომ რომ მათ გარკვეულწილად შეიძლება გამოსილი კონდეთ ის არასამართლიანი მოპყრობის კონკრეტული მაგალითები და შესაბამისად მათი მხრიდან მაშინდელი განცხადებები დღეს უნისონში უნდა იყოს დღევანდელ მათ მოქმედებებთან. მაგრამ სამწუხაროდ ესე არ არის, ხო? დღევანდელ ხელისუფლებას პრაქტიკულად იგივე, ასე თქვა, წრეში ტრიალებს და ჩვენი პოლიტიკური ესტაბლიშმენტი იგივე წრეში ტრიალებს, არის ოპოზიციის მხრიდან ბრალდებები, არის კონკრეტული ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოებისგან კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტები და ჩვენ ახლა ამაზე ვსაუბრობთ. მუდმივად თუ წარსულზე გვინდა საუბარი, წარსულზე ვისაუბროთ. მაშინ ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანა განავითაროთ, ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანა განავითაროთ, ჩვენ თუ გვინდა თუ დემოკრატია განავითაროთ, მაშინ დღევანდელ მდგომარეობაზე უნდა ვისაუბროთ და დღეს კონკრეტული მაგალითები გვაქვს. არა მარტო დღევანდელი ონიანის ფაქტი, არამედ დაწყებული თენგოგუნავას საქმე, ბოლოდროინდელი გამგებლების დასაკრებულოს წევრების დაკავებები, იგივე ოტიაშვილი დუშეთის რაიონში, ჩიბუხაია და ჭელიძე ხონის რაიონში, წურწუმია ზუგდიდის რაიონში, ადიგენის გამგებელი და მისი მოადგილე არიან დაკავებულები, სწორედ რომ პოლიტიკური ნიშნით. თუ რომ საუბრობთ ჩერჩევით სამართალზე, იგივე ამ გამგებლებთან მიმართებაში, მაშინ გავიხსენოთ იგივე ამ ადამიანებს ედავებიან ერთ შემთხვევაში 4000 ლარის, მეორე შემთხვევაში 12000 ლარის გაფლანგვის თემას. მაშინ როცა იგივე ჩვენ კონკრეტული მაგალითი გვაქვს, საგარეჯოს გამგებელი დააკავეს დღევანდელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, რამდენიმე ათეულათასობით ლარის გაფლანგავს და მიტაცებას ედავებოდნენ, გამოვიდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, სიტყვიერად გამოუცხადა ნდობა, რომ თქვა, რომ მე ამ ადამიანს ნდობას უცხადებ და საქმე სასამართლომდეც არ მივიდა. ამ საგარეჯოს გამგებელს განრიდება გაუკეთეს. ანუ ბრალი დადასტურებული იქონდა, უბრალოდ პროკურატურამ აღარ გამოიყენა შემდგომი პროცედურები და სასამართლოში აღარ წარმართა საქმე. აი ეს არის. ხო, ეს არის შერჩევითი სამართალი. შერჩევითი სამართალია, როცა ადვოკატს, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურ ყოფილ თავდაცვის მინისტრს იცავს და საკმაოდ წარმატებულად და პრაქტიკულად 6 ბრალდება მოეხსნა ბაჩუ ახალაიას მთელი ამ ასე ვთქვათ სისხლის სამართლის საქმეები და რომელიც წარდგენილი იყო ამ ადამიანს იგივე რომ ის აპირებდა პოლიტიკურ აქტივობას და კენს იყრიდა ვაზის უბანში ამ ადამიანის მიმართ ესეთი მოქმედებები განხორციელდა არ დამისრულებ ესეთი მოქმედებები განხორციელდა და როდესაც ვსაუბრობთ იგივე გუნავას საქმეზე ვიღაცა დაისაჯა ვინ დაისაჯა არავინ არ დასჯილა დადასტურდა სასამართლოს მიერ რომ ამ გუნავას მიმართ ქონდა იარაღის ჩადებას ფაქტი, ნარკოტიკის ჩადების ფაქტს და ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულში მხილებული იქნენ, არც გამოძიება ჩატარდა, გაანთავისუფლეს თანამდებობიდან და სხვა ადგილებზე დანიშნეს. ამიტომ როდესაც გაცემაში რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს, ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი დრო, ძალიან მალე დავბრუნდებით და გააправეთ. ჩვენ წესზე ვაправებდით და სადაც ძივართ კეის. კი ხედავთ აგერ. ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებაზე, ბატონო გოგიას მინდა დავსვეკითხო. ბატონო გიგა თქვენი ოპონენტები რომლებიც სტუდიაში არ არიან, მათ ციტატებსაც მოვიყვან, აფასებენ ამ დაკავებას როგორც უგუნურებას, აბსოლუტურ უგუნურებას, მაგალითად გიორგი ბარამიძემ უწოდა მას, გიორგი ონიანის დაპატიმრება არის აბსოლუტური წითელი ხაზი, საღი აზრის მიღმა. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არჩევნებია ძალიან მალე, ეს არის ძალიან ძნელი იმის დამტკიცება, რომ ეს არ არის პოლიტიკური დაპატიმრება. მოდვილი დილემა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის. ოპოზიცია აკენებს საკითხებს, ხელისუფლება ასე ვთქვათ, თავის მართლების რეჟიმში გამოდის ხშირად. სიმართლე არის სადღაც და ამიტომ უნდა მოვძებნოთ ეს სიმართლე. როდესაც ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, როდესაც ბატონები ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში, ახლა რეალობაში იცვალა, ხვალ იქნება ეს სხვა თემაა, მაგრამ ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ერთი რაღაც ჯადოსნური სიტყვა ალბათ სტატისტიკა. და ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ და გავიხსენოთ რა ხდებოდა იმ დროს, როდესაც ახლა ვეავხსნით. და რა სტატისტიკა იყო სასამართლოებში იმ დროს, როდესაც ბატონები ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში და რა რეალობა დღეს, რა ხდებოდა, როდესაც პროკურატურას ზოგადად შეხვდა სასამართლოში საქმეები და მოსამართლეები ფაქტიურად იყვნენ მხოლოდ ნოტარიულად დარჩენილები ხელისაწევი საქმეების განუხილველად მე პირადად ჩემს საკითხებს შემიძლია გითხრათ, როდესაც ბრალდებული ვიყავი, ასე ვთქვათ, მეგობრების მიერ 7 ადამიანის საკითხი მოსამართლეებში
7 წუთში განიხილა და მე პირადად დამაჯერებდეს 200,000 ლარი და ნუ სახლი გამიგდეს და წინასაარჩევნო და სხვადასხვა კანდიდატები მე ეს გასაგებია მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ რამე ნიშნის მოგები ერთმა დამეფაროს არც მათ უხაროდათ დარწმუნებული ვარ და ეს იყო ის რეალობა რაც იყო შექმნილი და არც ჩვენ ეს ზოგადი პრობლემა იყო და ასეთი პრობლემები არ უნდა დარჩეს შეიძლება დაზღვეული არავინ არ ვართ გამონაკლისები შეიძლება ყოველთვის ხდებოდეს მოხდება და იქნება მაგრამ კონკრეტულად თქვენ შეიძლება სწორი რეაგირება უნდა შეიძლება რომ აი ახლა თუ შეიძლება ბოლომდე თქვენი აზრი გითხარით მაგალითად სტატისტიკა რატო დავიწყე ამ შემთხვევაში საუბარი როდესაც ერთ მაგალითს გეტყვით 2011 წელს როდესაც მიმართვა იყო პროკურატურიდან მოსმენებთან დაკავშირებით სასამართლო 99%-ით ნება დართო მოსვენებზე. რა მოთხოვნაც დააყენა პროკურატურამ. 2013 წელს შემთხვევით ხო არ იცით რამდენი პროცენტი დააკმაყოფილა? მხოლოდ 62%-ით. 58%-ზე უთხრა უარი. ეს უკვე ისი შედეგია, იმის შედეგია, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ პროკურატურის მოთხოვნა თქვათ ვიღაც პიროვნებაზე რომ მოსვენის ნებართვა გაეცა არ გასცა. რა ხდება? მოსვენებს გამორიცხა? მე არ ჩავრეულ ვარ არც ერთი საუბარში მაგრამ მოვიგია პირველად და ბატონ ლევან და თუ შეიძლება მართალია. და აქედან გამომდინარე ეს ერთი საკითხი, მეორე გამამართლებელი გადაწყვეტილებები რომლებიც მოსამართლეებს გამოუგდა სასამართლოს გამოუგდა მე მინდა შევახსენო ბატონებს რომ მათი პოლიტიკური გუნდის მიერ არის ეს მოსამართლეები შერჩეული დანიშნული არც ერთი მოსამართლე ჩვენი ხელისუფლების არ ნიშნავს რომ ახალი ხელისუფლებას ეწოლას ვერ მოახდენს მოინდომა. რა თქმა უნდა ეს ამას არ ნიშნავს, მაგრამ მე გეტყვით ერთ მაგალითს ზეწოლის მოხდენისა და არ მოხდენის. თქვენგან ბევრჯერ მახსოვს მოთხოვნა იმისი, რომ სასამართლოზე ქონოდათ უფლება დასწრება გაგეშუქებიათ როგორ მიმდინარეობდა სასამართლო. და სიამოვნებაში რა ხდებოდა? გარეთ რო გამოვიდოდა შეგდით, ვინ ადამიანი ესწრებოდა, მხოლოდ ის თუ მოგიყვებოდა. დღეს ხო თავისუფლად შეგიძლიათ მასმედიისთვის ღია პროცესები, როგორ ტარდება სასამართლო გადაღებისა. თუ შეიძლება არ შემიშია გადაღება აკრძალული იყო და ამავე დროს ბევრი პროცედურული, ნუ ახლა ტელეფონის შეტანაზე ლამის ჯიბეებს ახევდით ადამიანებს, რაზეა ლაპარაკი? თვითონ არა გასაგებია ეს სტატისტიკა ბატონგიკა თუმცა ეს როგორ არის გასაგებია ეს არ არის არაფერი ის რომ ახლა ჩვენ შეიძლება ონიანზე ვსაუბრობთ თუ შათირიშვილზე თუ სხვა პიროვნებებზე ხვალ შეიძლება ბუკიაზე ვისაუბროთ ან ვიღაცა ბატონი წარმატებულად ისავდა ბაჩო ახალაიას და ბევრი ბრალდება თუ შეიძლება რა აი ბოლომდე მიყვა მე ვერ ვხვდები დღეს ამ თემაზე აქტუალურ საუბარს შეიძლება ხვალ იმის მერე როდესაც სასამართლო იმჯელებდა მიუჯდა თუ არა აკვეთ კონდიციება დატოვებდა განთავისუფლებდა თუ პროკურატურა ვერ იქნება და არ იქნება მზად იმისათვის რომ მოსამართლეს დაუმკვიდროს მე რო ეს ადამიანი არის ბრალდებული და მისი აკვეთის კონდიციება ეს არის აუცილებლობა მაშინ დარწმუნებული ვარ რომ მოსამართლე მას აკვეთ კონდიციებას არ მიუჯდა რატომ არის ეს თემა აქტუალური დღეს მაგალითად ფილიპ დიმიტროვის განცხადებას წაგიკითხავთ არა მე თქვენთან მიმართებაში კი არ მეთქვია მე ვამბობ თუ სასამართლო გადაწყვეტილება დაუშვათ ხომ მოსამართლემ გაამართლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ დღეს ამაზე გითხავთ დღეს რაზე ვსაუბრობთ ანუ ხელისუფლების მოქმედება გასაგებია მაგრამ სასამართლო არის ბატონგიკა არის თუ არა პოლიტიკური და პოლიტიკური ანგარიშწორება ამ ფაქტს არის თუ არა პოლიტიკური დაჭერება პოლიტიკური ლიდერი იყო ომიანი რომელიმე პიროვნებისთვის რომ მისი დაკავება ყოფილიყო მიზანი არა რა პოლიტიკური მოდი ლოგიკაზე დავაწყო რა რაღაცაზე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები ნებისმიერ დროს რა თქმა უნდა გასაგებია ასეც უნდა იყოს კარგია შეშფოთები მოვიდეს და დაესწროს სასამართლო და როდესაც ასეთი რამ ხდება თუმცა ისაუბრებს რომ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკური პარტიების განცხადებებზე მაგრამ ნებისმიერ დროს როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციურ ფიგურებს მოდი რა მოდი თქვათ ასეთი რეალობა გიორგი ონიანი დაკავება თქვენ რას ფიქრობთ ახლა გიორგი ონიანი მაჟორიტარად კენს იყრიდა თუ არ იყრიდა იყრის თუ არა ამაზე თუ არის ქართული ოცნების გამარჯვება დამოკიდებული მაშინ ჩვენ თვითონ ყოფილვართ დასაჯერები ეს რეალობა ხო არ არის არა მოსახლეობა იცით რა რეალობაა და რა მდგომარეობაა და ახლა ბატონებს რო უნდა რომ შეიძლება რა არგუმენტია ძალის დემონსტრირება და ჩვენი პოლიტიკა რო არ არის ძალის დემონსტრირება ჩვენი პოლიტიკა რო არ არის ის მეთოდები რასაც თქვენ ბატონებო თქვენი პოლიტიკური გუნდი იყენებდა და არა ზომიერად მით უმეტეს ხშირ შემთხვევაში ეს იყო ის რეალობა ჩვენ ეს კარგად ვისწავლეთ არაფერი გამაპირებ ფიგურებს გამეუბნება შეკითხვა დავსვა შათირიშვილი თქვა და დააკავეს მართლა ნარკოტიკების ფლობის გულისთვის იმიტომ რომ მე არც ვადასტურებ არც ვარყოფ
მაგრამ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ შათირიშვილის დაკავების მთავარი საფუძველი იყო, აი რასაც თქვენ ბრძანებთ. ის კი არა რომ მას ნარკოტიკი ედო ჯიბეში. ეს იყო საბაბი, უწევდა მომსახურებას. ნებისმიერ შემთხვევაში მას მართლა ქონდა თუ არ ქონდა ნარკოტიკი ჯიბეში, თუ ის დაკავებული არის ამ საბაბით, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ის იყო ქართული ოცნების რაღაც მომსახურების გაწევი, ესე იგი ის იყო შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. კიდევ ერთხელ მოგობ. ნიშნულობა განახორციელა შერჩევითი სამართალი. ერთი წუთი. არა. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ლაპარაკი არის ამ ხელისუფლებას. ჩვენი ხელისუფლება იყო. გაგო, რამე ისე დანაშაული გაქვს, უნდა დაისაჯო. აღიარებ და გიგა ერთი წუთი. არა, გიგა ერთი წუთით რა. სხვა რამეს ვამბობ, გიგა. როდესაც ლაპარაკი არის, რომ ნაციონალური მოძრაობა იქცეოდა თუ არა შერჩევითი სამართლით. პირდაპირ აპრიორი მოყვებით გიგა ყველა იმ ფორმულირებაზე გეუბნებით ვიქცეოდით. თქვენივე ფორმულებით მოყვებით ყველა დებატებში თქო. როდესაც ბესელიას შვილი დააკავეს ჩხუბის გულისთვის, შეიძლება მოყვებით რომ ჩვენის ჩხუბისთვის კი არ დავაგავეთ, რომ არ ყოფილიყო ბესელიას შვილი. არა, მოყვებით ყველი დამიწყოთ. არა, ერთი წუთით რა. მაშინ მე რას ვამბობდი და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თავიდანვე დავიწყე. ესენი მე რომ მეუბნებოდნენ, რომ თქვენ ღირსი ხართ იმისი, რასაც გიკეთებთ. რომ თქვენ ღირსი ხართ შერჩევითი სამართლით, მე მაშინ ვეტყოდი ამათ რომ გულწრფელები ხართ. დღეს მე სხვა რამეზე ვედავები ამ ადამიანებს. დღეს ლაპარაკი არის ამ ხელისუფლების შეფასებაზე. ეს ხელისუფლება იქცევა და თუ არა შერჩევით. ამ შეფასებაზეა ლაპარაკი. თქვენ ისეთ რამ ბრძანეთ, რომ მე რომ ეხლა ესე გავატარო, მე ჟურნალისტი არ ვარ. კი ბატონო, აბა მითხარით. თქვენ ეს არ არის ის თემა, რაღაც ჰიპოთეტური მსჯელობების თემა. დაუშვათ ასეთები ვიყავით, დაუშვათ ისეთები ვიყავით. იყავით თუ არა ასეთები. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თუ თქვენ იცოდით რომ ბესელიაშვილის მიმართ მართლაც პოლიტიკური დევნა განხორციელდა. ასეთ შემთხვევაში თქვენ ეს არ არის. მე ვიცოდი რომ ბესელიაშვილი არა, პირიქით. ჩაიდინა. სხვა რამის თქმა მინდა. ხდებოდა ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა რამის თქმა მინდა. 70 წლის მამაჩემი რატო დაიჭირეთ? სხვა რამის თქმა მინდა. ბაქრაძეს რომ მიუტანებთ კითხებულებები, მაგიძაძე დაუდგა. არა, ნინო. ერთ წუთით რა. ნინო, ერთ წუთით რა. კიდევ ერთხელ არ არის. სამართლისა შურის ზებაჭოთი გასხოვება. კიდევ ერთხელ არა. ხალხო შეგინახა, თქვენ ან არ გინდათ მივხვდეთ რას ვლაპარაკობ. შენ დააჯარიმე ეს კაცი. შენ დააჯარიმე. თქვენ არ გინდათ მივხვდეთ გარეს შურის ზება? სამართლის ზება. შურის ზება სხვა რაღაცაა. ბატონებო, შურის ზება სხვა რაღაცაა. ბატონებო, სამართლებს დამაჯარებთ. კიდევ ერთხელ თქვენ არ გინდათ მივხვდეთ მე რას ვამბობ. მე მაქვს ინფორმაცია რომ პირიქით პოლიტიკური მოტივების გამო რიგ შემთხვევებში ვიღაცებს ერიდებოდნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ამოვიდეთ აპრიორი იმ თეზისიდან, რომ ჩვენ დროს ძალიან აქტიურად იყო შერჩევითი სამართალი. არა, ერთი წუთით რა. ეს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებას არც ამართლებს ან შეფასებაში დღევანდელი ხელისუფლება ან მოქმედებს შერჩევითი სამართლით, თუნდაც როგორც ბატონ გიგამ თქვა წეღან რომ სტატისტიკაში დავხედოთ. ის რომ ჩვენ თურმე უფრო მეტჯერ და ხშირად მოქმედებთ შერჩევითი სამართლის მიდგომით, ეს ამართლებს იმას რომ დღეს მოქმედებენ თუ არა. ანუ არა, იცით რაზეა ლაპარაკი. იმ კადრებში რომელიც ბატონმა და მან დაუშვა შეცდომა ბატონმა ზაქრომ, იცით რატო? იმიტომ რომ ის არ იცნობს იმ კადრებში მოხვედრილ ყველა ადამიანს. იმ კადრებში გიგა გორიანი არის საშუალო რანგის ჩინოვნიკი იყო, ხო ასეა? იმ კადრებში ჩანს მასზე უფროსებიც, იმჟამინდელი მასზე უფროსებიც და იმ კადრებში ჩანს მისი ქვემდგომებიც. თუ ლაპარაკი არის რომ ქვემდგომებს იმიტომ არ უნდა ვაგებინოთ პასუხი, რომ მას ზემდგომა გიგა ონიანმა უბრძანა, მაშინ გიმეორებთ იქვე ჩანს კადრებში. მე დამნაშავედ არ ვაცხადებ ბესელიას, მაგრამ ბესელია არის სამეგრელო სამხარეო პოლიციის უფროსი დღეს. როდესაც ფარცხალაძეს გვინიშნავენ, მე წევან, კითხე, როდესაც ფარცხალაძეს გვინიშნავენ გენერალურ პროკურორად. მე მინდა კითხონ მათ ბატონ ლერი ხაბელოვს, ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხომ არ მომხდარა სადმე ფარცხალაძის და ბატონი ლერის გადაკეთები. ხომ არ გამხდარა ფარცხალაძე ვთქვათ ასევე ზეწოლის იარაღი. ისეთ თქმა გინდა. მარტივი რამის თქმა გინდა. თქვენ
ყველა ინტელიგენციები ყველა გამოუცხადეთ ყველა იმ ადამიანს რომელიც გადმობარგდა თქვენთან და ებრძვით იმ ადამიანებს რომლებაც როგორც პრემიერი ამბობს ვარი არ თქვეს თავის წარსულზე მე ვამბობ მე სახელი და გვარიც რო გამოვიდე შეიძლება პასუხი გიგა მე სახელი და გვარიც დავამთავრე მე სახელი და გვარიც რომ გამოვიცვალო მე მაინც ვარ იმის ფლობელი იმ წარსულის ფლობელი რაც მე მაქვს ვთქვათ ჩადენილი და რაშიც მე პასუხისმგებლობა მეკისება თქვენ ადამიანებს რომლებმაც გადმობარგდნენ თქვენთან ყველაფერი აპატიებს ადამიანებს არაფერი ვინც იცის ჩვენი ხელისუფლების ანატომია თქვენი ხელისუფლების სტრუქტურებში ყავდა დამნაშავე ადამიანები რომლებიც რაღაც შეკვეთილს აი მოდი გეუნებით რომ ყავდა პირობითად გეუნებით და გეუნებით რომ ყავდა პირობითად არ გამოვა არა ერთი წუთით რა კიდევ ერთხელ მომბობ მე ხო თამაშობ რაღაცა ნინო კიდევ ერთხელ მომბობ მე ხო არ გამომიცხადებია მე არ გამომიცხადებია რაგვარი თქვი გენერალური პროკურორის მოადგილე შოთაძე მე ხო არ მithქვია რომ არ გამიმართლებია შოთაძე არ მონაწილეობდა გვიჩიანის არა ნინო ვარაუდობთ თუ ფაქტებზე ვსაუბრობ სხვა რამეს ვამბობ რა მე გავიგე რა არ გამომიცხადებია გვიჩიანის პროკურორობა დანაშაულად მაგრამ ღარიბაშვილმა გვიჩიანის პროკურორობა გამოაცხადა დანაშაულობად იმიტომ რომ მან გაამართლა შოთაძე იმ მოტივით კი არა რომ კი მონაწილეობდა მაგრამ მე რა მოხდა მას არაფერი არ დაურღვევაო არა გაამართლა იმით რომ მას არ მიუღია იქ მონაწილეობაო არანამ დროს მიღებული აქვს თურმე მონაწილეობა მე ვაზაგაშვილის აი რაც იმაზე მოხდა რა ქვია კორტებზე მე ხო არ მიმიცია ამისთვის სწორად თუ არასწორად დანაშაულებრივი მოქმედების შეფასება ამათმა მიცეს ამ მოქმედებას იმ კორტებზე სწორად ან არასწორად დანაშაულებრივი მოქმედების და მაშინ იმ ოპერაციის მონაწილე სამსახურის უფროსად როგორ არის თქვა ამას ვკითხულობ თორე მე არ ვაცხადებ იმათ არც დანაშაულებად არც დანაშაულებად თქვენი ქართული ოცნების ქართული ოცნების ყველა ფრაქცია და სხვანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ 80%, 90% საკრებულოებისა იყო ნაციონალური მოძრაობის წევრებით დაკომპლექტებული. ქართული ოცნების ყველა ფრაქცია დაკომპლექტებული არის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებით. თქვენ პარლამენტში არასდროს არ გამოდიხართ იმ 10 თუ 12 კაცის კრიტიკით, რომელიც ასე ვთქვათ, ნეიტრალურები არიან თითქოს, მაგრამ ყველაფერში მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის შერჩევითი დამოკიდებულება. რას უპასუხებთ აი ამ ბრალდებებს პრინციპში ძალიან სამართლიანი ბრალდებებია ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლებაში მუშაობდნენ და მართლაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით თუნდაც ოპოზიციაში ყოფნისას და თუნდაც ახლა რაღაც დანაშაულებს ჩადიოდნენ, ძალიან ბევრი მათგანი შეწყალებულია, ისინი მუშაობენ, დაწინაურდნენ და კარგად ზღვებენ განსაკუთრებით ადგილ არა, შეწყნარებული, მოდი ესე ვთქვი, შეწყალებული არა ოფიციალური იურიდიული ტერმინით არ მithქვამს. ისე უბრალოდ თქვენი მხრიდან შეწყნარებული. და ადგილობრივ თვითმმართველობებში განსაკუთრებით ის ადამიანები თქვენსკენ გადმოვიდნენ აბსოლუტურად არაფერში აღარ ედებათ ბრალი ისინი. გასაგებია, რა ვიცი, ალბათ მე და არიდევნებიან სამართლებრივად. ფას რომლებიც ვამბობთ, რომ ყველა ვინც ადმე მუშაობდა, რომ დამნაშავეა იყო, ასეთი რამე ჩვენგან არასდროს არ თქმულა და მსგავსი რამე არ გაგვიცხადებია, რომ ადამიანები თუ სამი ასაგრებულოს წევრად იყვნენ, არათა რამე თანამდებობაზე იყო, რომ ყველა ესენი დამნაშავეა და ყველა ციხეში ეს არ იყო ჩვენი რიტორიკა, არასდროს მსგავსი რამე ჩვენ არ გაგვიხმოურები აქედან გამომდინარე იმიტომ რომ ადამიანები არა ჩუნდება დავიჭერო და არ გაჩუნდება არა აჩავდება რა ერთნახევარად საუბრობთ შეიძლება მათივია და აქედან გამომდინარე რასაც ამბობ გაგო შენი მესთვის აბსოლუტურად რა თქმა უნდა ამ ქვეყანაზე უნდა დამთავრდეს შერჩევითი სამართალი ის მავნე ტრადიცია რაც ჰქონდა და დამთავრებულია ელემენტარულად უბრალოდ შეიძლება ადამიანები ძალიან ძიმე დანაშაულისაა ჩადენილი არიან ეჭვმიტანილები პიროვნებების გამო მაგრამ თუ არ არის კონკრეტული მტკიცებულება მას ბრალი ვერ წარედგინება იმიტომ რომ არაფერ შუაში არ არის ვინც გახდა ის პერიოდი დამთავრდა როდესაც ადამიანზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მიზნით ან რაღაცა ძალის წარმოჩენების მიზნით ზოგი ადამიანები საცვალით რო გამოყავდა საწოლი ოთახებიდან და მსგავსი პოლიტიკა დამთავრდა და არასდროს არ დაბრუნდება ეს არის მწარე სიზმარი რაც დავითრებას უნდა მიეცას ხოლო თუ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას აქვს დანაშაული ჩადენილი და ამ დანაშაულს აქვს თავისი ვადა
აუცილებლად პასუხს აღებს. პირველი იქით, მაგრამ ამას სჭირდება მტკიცებულებათა მომზადება და ამის არსებობა 9 წლის განმავლობაში. იგივე კითხვა ბატონ ზაქარიასთან. მე ვამბობ პროკურატურა მუშაობს, მაგრამ მინდა მხოლოდ გითხრა. კაკო, მინდა გითხრა, პროკურატურაში არის 18,000-ზე მეტი სარჩელი შესული და სულ მუშაობს 400 თუ 500 პროკურორი. თან მიმდინარე საქმეებია, რომლებიც ცხოვრებაა ჩვეულებრივი და ხდება. აქედან გამომდინარე ზოგიერთზე უფრო ადრე გამოჩნდა ასე ვთქვათ მტკიცებულებები ან არ გამოჩნდა, მე არანაირ პირდაპირ მტკიცებულების ფორმაში არ ვამბობ, თქვათ ონიანი რომელიც სხვა წარდგება სასამართლოზე და თუ მტკიცებულება არის წონიანი, მაშინ მას მოუწევს პასუხისგება თუ არა გაათავისუფლებს დარწმუნებულმა მოსამართლე, მაგრამ თავარი რაც არის ამ ქვეყანაზე თავარი მოსამართლე არის დამოუკიდებელი, ის არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას და თუ ახლა მას შინაგანი რაღაც მორალური ზეწოლების ქვევითაა და რამე გადაწყვეტილებას ღებულობს ამაზე ბატონ ზაქარიას მინდა იგივე კითხვა დაუსვა სამართლიანი შენიშვნა თუ კითხვა რის მიხედვით ხდება ადამიანების დადანაშაულება ანუ ისინი ვინც გადმოდიან ქართულ ოცნებასთან ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თუ თქვა ძალოვანი სტრუქტურებიდან აი ფარცხალაძეც გაიხსენეს მე არ ვიცი რა მეანიშნა ბატონ მაგაკიმ რაც ჩადიოდა ფარცხალაძე ამის წინა ხელისუფლებაში მაგრამ ჰიპოთეტურად რომ დაუშვათ რომ მონაწილეობდა ხო არჩევნებში ბატონი ხაბარელი და შენ რაღაცა იცი და მალა რაღაცა მე ხო ვიცი რაღაცა ხდებოდა ეთქობა მათ ხელისუფლებაში ისეთი როდესაც ახლა ზურა ადეიშვილი ხო არ გამოდიოდა და ბანო მერაბიშვილი რაღაცებს გაწოდა გინა კაკო ბობოხიძე პირადად ხო არ აკეთებდა სწორად თუ არასწორად გამოვიდა ადამიანები ავიღოთ ფარცხალაძის მაგალითი მე ჩამოვაყალიბებ კითხვას ძიმე ყველაზე თუ ამის ძიმეს ვაკეთებდით ან სუსის უფროსით კუდის უფროსით პროკურატურით და დღეს ეს ადამიანები წარმატებულად აქაც ძალიან თავარია მაგრამ რაზეც არ პასუხობთ ეს არის ალბათ სავარაუდოდ თუ ასე ხდებოდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქმედების დანაშაულად შემოსებას ესენი აკეთებდნენ და დღეს მეკითხები რატომ და დიფერენცირება რატომ მოხდა ნაწილს რატომ დაგვიტოვეს ესე დამნაშავეების სტატუსი და ნაწილს რატომ მოუხსნეს ეს სტატუსი მე აღარ დავამატებ ძალიან კარგი კითხვებს ბატონი აკაკი აბა უპასუხებ ჩემმა მეგობარმა გამოიყენა სტატისტიკის მეთოდოლოგია მე გამოვიყენე შედარების მეთოდოლოგია. რა ხან არც უბედურებას მასშტაბი ოპოზიციის განცხადება სოდი და კუდი და ძალოვანები ჩადიოდნენ. რა ხან არ სტატისტიკის მეთოდოლოგია არჩევის თქვენზე და არ შედარების მეთოდოლოგია არჩევს, მაშინ პირდაპირ გეტყვით თილურად. პირდაპირ გეტყვით თილურად რომ ნაწილობრივ მართალია ბობოხიძე. მაგრამ რაშია მართალი ბობოხიძე, იცით? იმაშია მართალი ამბობს რომ ჩვენ რო ცუდები ვარ და გჯითო. ძალოვანებში რო არიან ცუდებიო იმათ რატომ არ აჯითოთ მაგას ამბობს იმას კი არ ამბობს რომ ჩვენ კარგები ვარ და ძალოვანში კარგები არიან ჩვენ ცუდები ვიყავით და ძალოვანში ცუდები იყვნენ ანუ აღიარებს იმას რომ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო ესენი და სამართლიანად მე რო ცუდი ვარ მაგრამ აღიარებას ვერ მივახდინე მე რატომ ძალოვანი რატო და მართალი ამაში ნაწილობრივ იმიტომ რომ ყველა ადამიანი მე თვითმმართველობის ორგანოებში არ მივიჩნევ რომ ყველა დანაშაულების მართალია ბატონი ეკაკი ნაწილობრივ მაგაში მართალია მაგრამ ეხა შეხედე საკითხის სხვა ასპექტს რა კაცი აღიარებ ჩვენ დამნაშავეები ვიყავითო და ძალოვანებიო ჩვენ დანაშაულებრივ რეჟიმს ამაგრებდნენ იმათ რატომ არ ათხოვთო პასუხს ესმის მაგას ამბობს და მართავს ამბობს იმათ რომ მოთხოვ პასუხს და ხელს დაადებენ ამათ მე ეძახიან პოლიტიკურ დევნას აქვს ჩვენ შეფასებებში დიფერენცირება რას მიხედვით მოვახდინეთ მე თქვენ მართალი ხარ მეთქი კაკო დაგეთახმერო თქვენ ახან აღიარებთ ხარ დამნაშავეები ის ხალხიც არის დამნაშავეები ჩვენ რატო დაგვუძეს იმად რატომ არ მართალი ხარ ჩვენ დასაჭერები ხარ ისინი დასაჭერები არიან ჩვენთვის ჩვენ ყველანი ვიყავით დამნაშავეები და არჩევნებამ ეს ფილოსოფიებებზე გადავედით და გააკეთეთ მაგას ამბობ მე რატო დამძდევ იმად რატომ არ დაძდევ ხო მაგას ამბობ მე რატო დამძდევ იმად რატო დაძდევ ხო მაგას ამბობ ამიტომ ის მაგას პასუხობ რომ არავინ არ დაძდევს შენ არავინ არ დაძდევს ეს გამომეკიდებიან ხოლო რაც შეეხება იმათ ვინც სადევნელია მაგაში გეთანხმები რომ უამრავი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ყველა არის გამოსადევნებელი ამიტომაც მე ვარ წინააღმდეგი იმის რომ სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი წარიმართო მეტახარით რომ ფარცხალაძე სამართლიანობა ვერ აღდგება მე გეთანხმები იმაში რომ თქვენი რეჟიმი იყო დანაშაულებრივი გემსახურებოდნენ დამნაშავეები აი იმაში გეთანხმები სახელი და გვარი დასაჭერები ხართ თქვენც და დასაჭერები არიან ის ხალხი სახელი და გვარი
მახსოვს, მაგრამ ხა დამავიწყდა. ფარცხალაძეა, თავარი პროკურორი და მეცაც გეტყვი, ბიძინა ივანიშვილია, თავარი პროკურორი, იმიტომ რომ პირდაპირ განაცხადა კაცმა, მთელი ჩემი გავლენა გამოვიყენე იმისთვის, რომ კეზერაშვილი დაეკავებინათ იმაში, რა ქვია, საფრანგეთში, ხოდაც. არა, პირდაპირ პროკურატურის კიბერზე რიგი არ შეწყდება. და კიდევ ერთხელ შვილი არ არის დანაშაულ ჩადენში ერთი ჩახვაგავს გადაცემა მონიშვილის გადასაწყვეტი და არ არის თქვენი გადასაწყვეტი როცა იყო პრემიერ-მინისტრი მას ჰქონდა ვალდებულება რომ უზრუნველყო საკუთარი სამთავრობო დაწესებულების გაწყვეტილებები და როცა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და კეზერაშვილი უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი რა პრემიერი გვერდზე გამდგარი იყო აკრო კიდევ ერთხელ არის მე გეთახმებით იმას რა თქმა უნდა გიგავონიანი დაიჭირეთ იმიტომ რომ პარტიკულარ გიგავონიანი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოუგო გეონდან ხელისუფლებას ყველასა. კარგით, ბატონ ლევანს რეპლიკა და შემდეგ კახაკახიშვილი ყავს ეთერში უნდა ჩავთოთ ის თქვენ გინდათ ბატონო. სამწუხარო არის ჩვენი საუბარი ისევ წარსულზე საუბრით შემოიფარგლება და არ საუბრობთ იმ პრობლემებზე რომელიც დღეს არსებობს რა. ჩვენ რო დაგვძეთო, ხებს რატო არ დაძდეთო და მე ვისაუბროთ იმაზე. გიორგიონიანი დაკავებული არის ამ შემთხვევაში უკანონოდ, იმიტომ რომ არანაირი პირდაპირი საფუძვლები დაკავების საფუძვლები არ არსებობდა. ვიცი ჩვენ ზაქრომ ძალიან შეიძლება დავასრულო. ზაქრომ ძალიან კარგად იცის რომ დაკავების საფუძვლები არის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს პირადად წაასწრებენ დანაშაულზე ან მიმალვის საშიშროება არსებობს და ამავდროულად არც ერთი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების საფუძველი სახეზე არ არსებობდა. ადვოკატისგან მოვისმინეთ ჩვენ რომ არანაირი პირდაპირ მტკიცებულებები არ არსებობს, ხოდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არსებობს და ონიანის ჩვენება ასევე იმეორებს მოწმეთა ჩვენებებს და სამსახურებრივი სიყალბე დღეს მოუხსნეს ეს მუხლი და ეს ამ მუხლით აღარ შედიან სასამართლოში. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს გვაქვს. ონიანთან მიმართებაში ანალოგიური პრობლემა გვაქვს. დღეს გავცელდა ინფორმაცია, რომ გენერალ თავთუხაშვილის შვილი, რომელიც ბაჩო ახალაიას საქმეზე ერთ-ერთ მოწმეთ იკითხებოდა გუშინ დაიბარეს პროკურატურაში 4 საათზე, ღამის 2 საათამდე ადვოკატის ღამის 2 საათამდე ადვოკატი არ შეუშვეს, ოჯახის მიერ გაგზავნილი ადვოკატები არ შეუშვეს, ღამის 2 საათზე გამოუშვეს. როგორც ახლობლები ამობენ, რომ როცა გამოვიდა შენობიდან იყო გაბრუებულ მდგომარეობაში და ნასვამ მდგომარეობაში თუ ნარკოტიკული დროების ქვეშ იყო თუ რაც იყო ამას ვერ ადასტურებენ. ისევ ღამის ღამის შესვენებაზე გამოუშვეს, ღამის 2 ისევ შეაბრუნეს, ღამის 2 საათზე ისევ შეაბრუნეს, დღეს შუადღეს ოჯახში მიიყვანეს პროკურატურის მუშაკთა თანხლებით, გამოაცვლევინეს და ისევ წაიყვანეს და დღემდე უცნობი არის მისი ადგილსამყოფელი. ანუ პირდაპირ მიმდინარეობს მოწმეებზე ზეწოლა. იგივე წინა დავასრულებ თუ შეიძლება. იგივე წინა საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ რომ მოწმე ერთ-ერთი სააგენტოდან, საინფორმაციო სააგენტოს შენობიდან აიყვანეს ასე ვთქვათ გაძლიერებული პოლიციის შემადგენლობით და შემდგომ ვნახეთ რომ პროკურატურაში მრავალსაათიანი დაკითხვის და გასაუბრების შემდეგ პროკურორის თანდასწრებით მიაცემინეს ჩვენება ინტერვიუ ჟურნალისტების თანდასწრებით და თურმე არაფერი არ მომხდარა და თურმე სხვა განცხადების გასაკეთებლად მისულა და თურმე შემთხვევით მოხდა ონიანთან და ამ შემდეგ. ამიტომ კონკრეტული შემთხვევები გვაქვს იგივე მოწმეთა გატაცებების უამრავი შემთხვევები გვაქვს შერჩევითი მიდგომების გამგებლებთან დაკავშირებით. ოტიაშვილი, ჩიბუხაია, ჭელიძე, ადიგენის გამგებელი. პარაგობდით რამოდენიმე ხნის წინ დრო დააკავეს ორი პიროვნება ციხის წამებაში ეჭვმიტანილები და იგივე სიტყვებს აღებდა და თქვენ ზუსტად იგივეს ლაპარაკობთ საჩვეულ ლაპარაკობთ თავის რა გამოდის მაგრამ მე ვუსაჯა ერთ 8 წელი მეორეს კიდე 7 წელი იმ საქმეებზე რაც იყო არც ერთ მსგავს საქმეზე არავინ არ გამოსულა არც ერთ საქმეზე არ გამოსულა შეიძლება კახაკახიშვილი და პოლიტიკური და გიგა ესეთ საქმეებზე არ გამოსულა და არც არ გვიტყვია რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. კანდიდატები არის 2000-ზე მეტი 2500 და ახლა 2500 ადამიანი ნებისმიერზე შეიძლება თქვა რომ ვის თქვენს ხარეს არ გამოვიდა ამ შეკითხვაში გამგებელს თქვა და თუ საგარეჯოს გამგებელს ხარაზე არის გამგებლის ბოლოს დაიკავეს იმიტომ რატო ალაპარაკობ ვის გამგებელს მაგრე ეჭიდავებით რომ წავიდეს. კარგი
ბატონია და განცხადებას აწარმოებია. ველოდება უკვე სტუმარი უკაცრავად. ის კაციც არასწორად არის დაკავებული. კვალის გამგებელი დაიბარეს სუში და განცხადება რო არ დაწერა, იმიტომ დაუჭერეს გამგებელი. ქართულია უკვე სტუმარი, თუ შეიძლება ბატონო გიგა 5 წუთი მაჩუქეთ, თუ შეიძლება ჩვენს კარგით, მადლობთ. დიდი მადლობა ბატონო კახი ბოდიში რომ ამდეხას ვერ მოვახციეთ თქვენამდე. ნებათაღელვა გვაქვს სტუდიაში, გესმით ალბათ ჩემი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ როგორ აფასებთ გიორგი ონიანის დაკავების ფაქტს? ერთის მხრივ ოპოზიცია და მისი პოლიტიკური თანამებრძოლები თვლიან, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება და პოლიტიკური ოპონენტების დაშინება და მეორეს მხრივ ხელისუფლების არგუმენტებია, რომ ეს არის პასუხისგებლობის დაკისრება ჩადენილი დანაშაულისთვის, ამას არაფერი არ აქვს საერთო პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირადად თქვენ როგორ თვლით? ქალბატონინო, მოგესალმებით, მივესალმები სტუდიაში მყოფ სტუმრებს, მივესალმები კავკასიის ტელემოყურებლებს, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ბატონი გიორგი ონიანის დაკავების ფაქტს, აქ ერთი შეიძლება ცალსახად განვაცხადოთ. ერთია, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი უნდა იყოს დაცული და მიუხედავად წარსულისა პოლიტიკური თანამდებობისა თუ პოლიტიკური პარტიული კუთვნილობისა, ყველა ადამიანმა უნდა აგოს ესეთ პასუხი, ადეკვატური პასუხი იმაზე, იმ დანაშაულზე, რაც დაუმტკიცდება სასამართლოს არსებითი განხილვის შედეგად. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში და სხვათა შორის მე ვაკვირდები ადამიანების განცხადებებს კონკრეტულად, აი ჩვენთან დაკავშირებულ მოვლენებზე თითოეული მოწმის დაკითხვა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აღქმულია როგორც პოლიტიკური დევნა, ამავდროულად უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთ დღეში პრეზიდენტის იანუკოვიჩისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა, ძებნის გამოცხადება, სისხლისამართლის საქმის აღძვრა 18 მოსამართლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს 18 მოსამართლიდან ერთ დღეში 5 შეუწყვეტეს უფლებამოსილება 13-ის მიმართ მოთხოვნა გაგზავნილი დამნიშნავ სუბიექტებთან გადაყენების თაობაზე. 25 გუბერნატორიდან 14-მა თუ 15-მა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ამაზე ჩვენ ერთი წამით. ამაზე ჩვენ საუბრობთ, რომ ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კორუმპირებული და ძალადობრივი ხელისუფლება იყო, პასუხი უნდა აგოს, ამას აცხადებენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც და მიესალმებიან ამ ფაქტებს. ჩვენთან ხელისუფლება შეიცვალა და დავავდით ერთი წლის განმავლობაში დავავდით იმაზე, როდის გაზის სააკაშვილს ვადა და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად, ამიტომ ორმაგი სტანდარტებია. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი ონიანის საქმეს, მე სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მიკვირს ბოლო პერიოდში ფრაგმენტული განხილვები კონკრეტულ ადამიანების საქმიანობის. იმიტომ რომ გიორგი ონიანი შესაძლებელია მე მას დავამტკიცდეს კიდევაც, მე არ ვიცი საქმის მასალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი, კონკრეტულად ის იყო პოლიციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. ახლა როდესაც არის მოწმეთა ჩვენება და როგორც მე ამოვიკითხე საინფორმაციო საშუალებებში, ძირითადად პოლიციელები ადასტურებენ, რომ მან დაგვალალაო ადამიანის დაჭერა, ნარკოტიკის ჩადება და მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ეს რას ნიშნავს, რომ კონკრეტულად იმ ადამიანებმა, შემსრულებლები ვინც იყვნენ, იცოდნენ თავის დროზე, რომ ჩადიოდნენ დანაშაულს და ჩაიდინეს ეს დანაშაული და დღესაც მუშაობენ, მაგრამ ამავდროულად დღეს კონკრეტულად მხოლოდ გიორგი ონიანის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ახლა აქ მეორე, იცით რა არის, ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნები იკვეთება, იმიტომ რომ სამწუხაროდ 3000 კაცზე მეტი აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი ჩაუდეს 9 წლის მანძილზე. 200 ადამიანი, რომელმაც პარლამენტმა ცნო პოლიტპატიმრად, 200-დან დაახლოებით 55% საქმეებში ფიგურირებს ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადება და იარაღის ჩადება. ამ 11 საქმეზე ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი ის პირთა წრე, რომელმაც მოახდინა ამ ნარკოტიკების ან იარაღის ჩადების ფაქტები. ამავდროულად ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღესაც მუშაობენ ის ადამიანები ძალოვან სტრუქტურებში, ზოგიერთი მათგანი დაწინაურებულია, რომელთა მიმართაც არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, კონკრეტულად მე არ ვსამბობ სამართლებრივ მტკიცებულებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენებები არსებობს პირდაპირი მითითება დაზარალებულის მხრიდან, რომ ეს კონკრეტულად ამ ადამიანებმა მოახდინეს მათ მიმართ ძალადობა, ან დაუშვათ
იგივე იძულება. თქვენი აზრით ანუ რა უნდა ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა გვინდა. ჩვენ გვინდა როგორი სახელმწიფო ავაშენოთ, სადაც თანამდებობა იქნება ასოცირებული პირველ რიგში პასუხისგებლობასთან და ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს ინიშნება, იმისთვის კი არ უნდა დაინიშნოს, რომ სადღაცას დახურულ ადგილზე საშვებით ისარგებლოს იქ, სადაც ხალხი საათობით და დღეობით რიგში დგას, რომ მივიდეს კონკრეტულ ადგილას, არამედ იმიტომ, რომ სხვა დროს, ხვალ ზეგ მის საქმიანობა უფრო მკაცრად იქნება შეფასებული ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ გიორგი ონიანზე, ეს არის კონკრეტული საქმე. გიორგი ონიანმა შეიძლება გასცა დავალება, გავალების შემსრულებლები იყვნენ სხვა პირები. მე არ მჯერავს, რომ გიორგი ონიანს მოვიდა მხოლოდ აზრად თუ ეს დადასტურდა კონკრეტულად რომელიმე ადამიანის უკანონოდ დაპატიმრება. მე არ მჯერა, რომ მილიციის უფროსის მოადგილის დონეზე წყდებოდა ასეთი რაღაცები. მე ღრმათ ვარ დარწმუნებული, რომ როგორც მინიმუმ მინისტრის მოადგილე და მინისტრის საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ ჩვენ ყველა საქმეზე ვხედავთ მხოლოდ საშუალო რგოლის პასუხისგებლობას ისიც ეპიზოდურად. იგივე მოხდა ციხის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხისგებაში არიან მიცემული მხოლოდ ის პირები, რომლებიც უშუალოდ იმ კადრებში ფიგურირებენ, რომელიც გაავრცელეს ტელეკომპანიებმა იმ დღეს. სხვათა შორის, იქაც ძალიან მსუბუქი სასჯელებია, ძირითადად საპროცესო შეთანხმებების შედეგად ძალიან ნობიერი სასჯელებია. ჩვენ ვხედავთ და ჩვენც ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის რაც ხდებოდა ადგილი ჰქონდა სისტემური დანაშაულის ნიშნებს. ახლა ჩვენ გჯერავთ ხალბატონ ნინო, რომ პატიმრების წამება, სისტემური პატიმრების წამება ციხის უფროსის დონეზე წყდებოდა. თქვენ გჯერავთ, რომ ფინანსური პოლიცია ვიღაც ოპერის ან ვიღაცა სამმართველოს უფროსის დონეზე წვეთდა ღამის 12 საათზე, რომელ ბიზნესმენს რა ქონება უნდა წააგოს. გასაკვეთა მინისტრიც დღეს პატიმრობაშია. არა, მოდით ესე ვთქვათ, რომ იცით რა, ჩვენ ესეც ძალიან კარგად გვესმის, რომ შეიძლება რაღაც გაკეთდეს სანახაობისთვის. სხვათა შორის, ახლა მოდით ეპიზოდურად განვიხილოთ ის ბრალი, რა ბრალითაც კონკრეტულად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრები იმყოფებიან პატიმრობაში. ერთს მიუსაჯეს, რამდენადაც მე მახსოვს 3 წელი და 9 თვე და დანარჩენ ეპიზოდებში გამართლდა, რაც შერაცხული ჰქონდა პროკურატურის მხრიდან. მეორეს ძირითადად გაპლანგვის მუხლით არის წასული, რომელსაც ედავებიან ბერლუსკონიდან დაწყებულს, ყველა დასავლეთის თანამდებობისთვის, რომ არჩევნების შედეგად ისინი თქვენ არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობთ. ერთი წამი და მეორე. აქ თუ გინდათ უფრო შორს წავალ, ვანო მერაბიშვილის პირველი საქმე, რომელიც წავიდა სასამართლოში, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ გაპლანგვის მუხლი არის ამინისტრირებული და ნებისმიერ შემთხვევაში რაც მიესჯება ვანო მერაბიშვილს ის იქნება განაყევრებული. მაგრამ დე იურე მას მისჯილი აქვს 10 წელი, ეს 10 წელი შთანთქავს აბსოლუტურად ყველა სხვა სასჯელს, რომელიც იქნება დამტკიცებული, მე ვერ ვიტყვი ახლა დამტკიცებული იქნება თუ არ იქნება, მაგრამ თუ იქნება დამტკიცებული და 10 წელზე ნაკლები ყველაფერი რაც იქნება შთანთქმული იქნება 10 წლის მიერ დე ფაქტო მოუწევს 5 წლის პასუხისგებლობის გაცემა, ისიც თუ აპელაციამ დატოვა. ამიტომ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა დავამკვიდროთ ისეთი ქვეყანა, სადაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ექნება. ბატონო კახი, ასეთი კითხვა მექნება ჩვენ არც ბევრი დრო გვაქვს ახლა. რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოიქცეს პროკურატურა იქნება თუ ხელისუფლება, მე არ ვიცი, ალბათ რაღაცა პოლიტიკური ნება მაინც და გადაწყვეტილება ხელისუფლებისგან უნდა წამოვიდეს, ხო, როგორი იქნება მართსაჯულება, ვთქვათ კი არა და აღსრულება ამ ყველაფრის, ან იქნება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. იცით როგორა, მე არა, ნულოვანი ტოლერანტი ახლა ადამიანი უნდა იყოს ძალიან სისხლის მსმელი, რომ გაუხარდეს ვიღაც სხვა ადამიანის, ხალბატონო ნინო, ადამიანი ძალიან უნდა იყოს თვითონ ბოროტი, რომ გაუხარდეს ნებისმიერი სხვა ადამიანის ან დაკავება ან პასუხისგებლობა მიცემა ან ციხეში ყოფნა. ეს მე არ მიმაჩნია ნორმალურად იმ ადამიანს, ვისაც უხარია ვიღაცის დაჭერა და დიდი ხნით, მაგრამ შეფასება უნდა მოხდეს მოვლენები. ჩვენ საქმე ხომ არ ქონდა კონკრეტულად ერთი გიორგი ონიანთან ან მეგის კარდავასთან, რომელსაც ყოველდღიურად პროკურატურა ბრალს უმძიმებს და ამით იაკეთებს უკვე მეხუთე თვეა ბრიფინგებს, რომ მეგის კარდავას ბრალი დაუმძიმეთ და თითქოს და ის ყველაფერი რა ხდებოდა, ერთი მეგის კარდავას, მეორე ახლა გიორგი ონიანს უკავშირდება და დანარჩენი ყველა ფრთიანი ანგელა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ შეფასება, რომ ამ ხელისუფლებასაც ჰქონდეს გაკვეთილად ის, რომ არ შეიძლება სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს შეფასებაში რაღაცა პროკურატურა სხვათა შორის გააჩნია ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იძლევა საშუალებას პროკურატურას დისკრეციის უფლებას აძლევს, რომ თუ დანაშაულმა დაკარგა უკვე საზოგადოებისთვის საშიში ელემენტები, მას უბრალოდ ამ შემთხვევაში ადამიანი პასუხისმგებლობიდან განთავისუფლოს, სხვადასხვა ფორმები არსებობს. არ არის მხოლოდ საუბარი საპატიმრო სასჯელზე, იმიტომ რომ
საპატიმრო სასჯელი არის უკიდურესი სასჯელი, აქ შესაძლებელია ძალიან ბევრი სხვა საკითხი იქნეს განხილული, რაც თავარია სისტემური და ორგანიზებული დანაშაული უნდა იქნეს გამოვლენილი. ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამხედრო პოლიციაში ინახებოდა 28000 ფაილზე მეტი, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით. ის რომ დაუშვათ ციხეში სისტემურად ხდებოდა каранტინის დაშლის დროს ადამიანების ცემა-წამება, ის რომ ფინანსურ პოლიციაში წლების განმავლობაში ხდებოდა ფაქტობრივად რეკეტული მოქმედებები. ეს ხომ სისტემური დანაშაულის ნიშნებია. თქვენ გჯერავთ ახლა თუნდაც რომ კაკო ბობოხიძე ან ლევან ბეჟაშვილი ან სხვა ადამიანი წყვეტდა ასეთ საკითხებს. თქვენ გჯერავთ ახლა მე დარწმუნებული რომ ამ დონეზე არ წყდებოდა და არც გოგაონიანის დონეზე არ წყდებოდა. ამიტომ თქვენი აზრით არის თუ არა პოლიტიკური მოტივები გოგაონიანის დაკავებაში? პოლიტიკური მოტივები არის თუ არა, ეს გამოჩნდება კონკრეტულად სასამართლო არსებითი განხილვის შედეგად, იმიტომ რომ პოლიტიკურ პატიმრად შეიძლება ადამიანს მიენიჭოს სტატუსი, არის ევროპის საპარლამენტო ასამბლეის კონვენცია, უბრალოდ ეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავს რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს მიენიჭოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. შეიძლება ადამიანმა დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ იმის გამო რომ მერე აღმოჩნდება გამოძიების დროს რომ ეს ადამიანი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იყო ან აქტივისტი, მის მიმართ გამოძიება იყოს ზედმეტად მკაცრი, ის მოთავსებულ იქნეს დაუშვათ ის სასჯელახშულების დაწესებულების ისეთ საკაში, სადაც უფრო მკაცრი პირობებია პოლიტიკური ნიშნით, მის მიმართ სასამართლო უფრო მკაცრი სანქციებს გამოიყენებს ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვნახავთ სასამართლო არსებითი განხილვის დროს და მე იმედი მაქვს რომ უფლებადამცველებიც მონიტორინგს გაუწევენ ამ საქმეს, თუ გამოჩნდება რომ არსებითად ირღვევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და მიუხედავად იმისა, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს, მათ შორის ის სასამართლოც, რომელიც წლების განმავლობაში ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება რომ შემდგომში იყოს განსაზღვრული თუ რეზოლუციის რომელიმე ჩარჩოში ჩაჯდება. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. კახა კახიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. უბრუნდებით ისევ სტუდიას, სადაც ჩვენი სტუმრები უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ბატონო ზაქრო, კითხვა რომელიც სულ ისმის ამ ხნის განმავლობაში მართლაც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა იმ დანაშაულში, რომელიც შესაძლოა ვიღაცები უბრალოდ ამბობენ და იგონებენ, არ ვიცი, მაგალითად 3000 კაცი ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ფარულ ჩანაწერებს ვიღაც აკეთებდა. ათასობით ფარულ ჩანაწერს. და მე არ ვიცი, აქედან არის თუ არა ვინმე დააკავებული, ან საერთოდ გამოძიება მიმდინარეობს თუ არა მათ გამოსავლენად დასაკავებლად და ასე შემდეგ. ჩვეულებრივად აგრძელებენ ეს ადამიანები მუშაობას იმავე. კი ბატონო, ანუ 15,000-ზე მეტი პატიმარი, რომლებიც ციხეებში იყო განთავისუფლდა, იქიდან გამომდინარე რომ გასაგებია, თუმცა არა, ესეც ერთი დაბედია, ბატონო, კახი ძალიან საინტერესო რაღაცას რომ ჩვენ არ ვუბრალოდ შეფასება უნდა მოხდეს ამ ყველაფრის სისტემური დანაშაულის. როდესაც 28000 ფაილი არსებობს. ქართული ადამიანი, საქართველოს მოქალაქეები როდესაც ვიღაცები ფარულ ჩანაწერებს აკეთებენ, პირადი ცხოვრების ეს დანაშაულია ძალიან კონკრეტული. ამიტომ გამოძიება მიმდინარეობს, განადგურდა ის შეგიძლიათ თქვათ რომ მიმდინარეობს გამოძიება, ნამდვილად იცით? ნამდვილად ვიცი. ისევ წარსულზე ვსაუბრობდა. დღეს არ გავიხსენებთ იგივე მოსამართლის თამაშის გადაღება. ჯეოსოვში შესვლა. მართალია ლევან და გეთახმები რომ წარსულზე საუბარი მე მგონი საკმარისზე მეტი არის ზოგადად. მაგრამ ეს არ ამართლებს გეოგრაფიის შეცვლას. აქედან გამომდინარე, მოდი ჩვენ რა გავაკეთეთ პოლიტიკოსები ვიყავთ პარლამენტის წევრები, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები. რა გავაკეთეთ ხო იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგეს ამ ქვეყანაში და მომავალში არ განმეორდეს გავსი ფაქტები რაც ხდებოდა. პირველ რიგში ადვოკატს წარმოიდგინეთ ელემენტარული უფლება არ ქონდა გაესაჩივრებია გადაწყვეტილება. ადვოკატი თუ თვითონ დამნაშავეს მიმავაში მისი ხელმოწერა არ იყო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საშუალებაც არ ქონდა. არა მოსამართლეების თემაზე მოგახსენეთ დამდგომარეობა იყო და ჩვენ ეს ყველაფერი შევცვალეთ. ადვოკატებს აღუდგინეთ ის უფლებები, პროკურატურა და სასამართლო საერთოდ სხვადასხვა რელსებზე დავაყენეთ და აქედან გამომდინარე შეჯიბრებათობის პრინციპი, რაც არის უმთავრესი სამართლიანობისათვის. მოწმეთა დაკითხვის წესი რა გაიხსნა მასმედიის. ჩვენი გამოძიების პროკურორების ხარისხებზე მოწმეთა დაკითხვის წესი ბატონო რატო გადაავალ. არავის არ სიამოვნებს დანაშაულის შადენა. ეს პოლიტიკური ზეთული და გამომდინარე, თორე არც ეს პოლიტიკა არ ბატონ ზაქროს მოვსმინო და შემდეგ ბატონ ლევანთან მექნება შეგიძლია. დაშინებით ემუშავა. ჩვენ შედეგებს მოსამართლეებისგან. თქვენად ვახდეთ მოსამართლეებს ზეწოლას ამაზე კონკრეტულ ზეწოლას. ერთი ფაქტი არ დაფიქსირებული. ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ახალ ბედაშვილი ქუთაისის მოსამართლეები.
უცი ჩვენ აქ ხარ ვამბობთ თხონის და გამგებლის დანაშაულო დანაშაულობა. გიგა ონიანის დამნაშავეობა უდანაშაულობას. ლაპარაკი იცით რაზეა? სასამართლო ხვალ რას იზავს? ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, ნინო. პროკურატურამ რატო ჩათვალა აუცილებლად და საჭიროდ გიგა ონიანის წინასწარ პატრონობაში პროკურატურამ ჩატარება მოსამართლე ჩათვლით ეს არის თავარი კიდე 19 შანსი გიგა ონიანის კიდე ჩაუდოს მოსამართლე რა ჩათვლის ხო ეს არის მოსამართლე არის სამგებანაზე სამართალ და არა პროკურორი სასამართლო არის თქვენგან დამოუკიდებელი ფორმალურად სახელმწიფოშტო თქვენი არჩევნია თქვენი უნგრული თქვენს ფარამეზია ლაპარაკი სასამართლოზე არ გთხოვთ ამიტომ თქვენ პასუხს თქვენ გთხოვთ სასამართლოზე ზეწოლის გამო პასუხს თქვენ გთხოვთ პროკურატურის მოქმედებაზე პასუხს ერთი ფაქტი არის ერთი ფაქტი რომ მოსამართლეზე ზეწოლა მიტის უმრავლესობიდან თქვენივე მოსამართლის თანაშემწის ფარული ვიდეო გადაღება და შანტაჟი რომელიც საქმეს არ გამოძიებულა ბატონი მოსამართლის თანაშემწის გიგა ჩვენ არ ვაკეთებთ ამას გიგა კიდევ ერთხელ გინაურებ წერო ნინო მითხარო შენ აღიარ ვასაკეთებ არ შეიძლება რა კიდევ ერთხელ არ შეიძლება მე რომ ვამბობ რომ ჩვენზე რაც არ უნდა თქვენ წინასწარ ვეუბნები რომ აღარ შენ მართალი ხარ თუეუნე შენ ლაპარაკი არის შეგიდა რომ ეს წელიწადში იდეალური სისტემა ქონდეს შენ ამბობ რაც იყო გამიგებული იდეალური ქონდა არა ნინო თუ ეს ყველაფერი ხდებოდა არა ნინო კიდე ერთხელ ვამბობ თავისაჯოთ ეგ ცალკე თემაა მაგრამ დღეს ლაპარაკი გვაქვს დღევანდელი ხელისუფლების კონკრეტული მოქმედებების შეფასებაზე ეს ადამიანები ეს ბატონები დღეს ამაგრებენ თუ არა პოლიტიკინ აღმასრულებელ ხელისუფლებას რომელიც დღეს ეწევა პოლიტიკურ მე ბოდიშვიხტი ახლა ერთხელ მე დაგიგავს ქონდა რაღაცაზე საუბარი და მითხრა რომ მე გავიდეო რომ შენ თურმე ამაზე პროტესტი გამოთქვი შიგნითო მე უთხარი რომ გიგა ჩათვალე რომ მე არ მithქვი ეგ პროტესტი მეთქი იმიტომ რომ თუმცა მართლა გამოვხატე რაღაცასთან დაკავშირებით პროტესტი მაგრამ შიგნით რაზე გამოვხატე პროტესტი მით უმეტეს როცა შედეგი არ დადგა მე დღეს არ მომართლებს არანაირად და მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე რაშიც კი ჩემი ხელისუფლების დროს სწორიც და არასწორიც იყო ჩადენილი სწორზე პასუხისმგებლობა მეკისრება კარგზე და მიმაჩნია რომ რაღაცა კარგი ხდებოდა ამაზე ბედნიერი ვარ რომ რაღაცა კარგის გაკეთება შევძლებთ ბატონებო დღეს თქვენ ზუსტად იგივე ტექსტით რა ტექსტითაც ჩვენ თავის დროზე ვლაპარაკობდით რომ სასამართლომ გადაწყვიტა ძიება დაადგეს ზუსტად იგივე ტექსტით ჩვენ იცოდით ზუსტად იგივე იყო ჩვენ დაქვემდებარებაში და ჩვენ დაქვემდებარებაში არა სასამართლო დაანებეთ მოქმედებაზე გელაპარაკობთ სასამართლო პროკურატურა რა შურაშია და ამართლეთ იმას წიხო უნდა გადაიდგას ამ ქვეყანაში რაღაცნაირად მაგრამ სასამართლო არა ჩვენ დაქვემდებარებაში და რაც არის ჩვენ დაქვემდებარებაში იმაზე ვთქვათ პასუხს როდესაც პროკურატურის მოქმედებები მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე დემოკრატია კი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ბედნიერი იყავით კი ბედნიერი იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებას რაღაცა ამოცანაა შესაძლებელი მე მინდა გითხრა რომ მე ვაღიარებ ჩვენ დროს დემოკრატიის ხარისხი არ იყო სად მაღალი მაგრამ სწორად თუ არასწორად ამაზე არ დავუთ დღეს შეიძლება არასწორად მაგრამ მქონდა განცდა რომ ჩვენ მქონდა სხვა ამოცანა ქვეყნის შექმნის უბრალოდ სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის და მეცაც გეტყვით მიმაჩნია რომ ძალიან გადავაჭარბეთ დღეს ბატონებო თქვენ ახალი სტანდარტების დამკვიდრების შანსი მოგცათ ღმერთმა და აღმოჩნდა რომ თურმე დემოკრატია თქვენთვის არის საბაბი ბრძოლისთვის და იბრძოდით იცილისთვის რომ თურმე გშურდათ რომ ჩვენ მარგვევდით კანონებს და გინდოდათ რომ თქვენ დაგერგვიათ ამისთვის ბრძოლობთ მეტი რაღაც იგი ახლა ეს შენ არ გეხება მარტო და ზაქრობს რა გეხება მეთქი პოლიტიკურად აი რაში პოლიტიკურად იმიტომ რომ უნდა უთხრათ მაგალითად ბატონ ბიძინასთვის უნდა გეთქვათ რომ რიტორიკის შეცვლა არ შეცვლა კიდე გეკითხები უნდა უთხრათ პროკურატურა თქვენ დაქვემდებარებაში იყო და მოსამართლე თქვენი თავი არტილერია ახლა მოსამართლე არის დამოუკიდებელი ცალკე ხაჯერ ვახსენე ამ კაცის სახელი და გვარი და ბოლოს და ბოლოს ეწყინება ამ კაცის მიმართ პიროვნული რამე კი არა მაგრამ ტექსტი სახელია შიხიაშვილი ყველა იმ ადამიანის ვინც გადმობარგდა თქვენთან თქვენი თავი არტილერია ჩვენს ზონაში ჩვენს წინააღმდეგ ზონაში თქვენი თავი არტილერია არის ვინ იოთანამაშვილი ვინ საკირა გლდანის ყოფილი გამგებელი ხაჩერიშვილი ვინ ანუ ის ადამიანები რომ თუ ვინმესთან ერთად რამეს ცუც ვაბუჯებდით ეს ყველანი ერთად მონაწილე ვიყავით მეტნაკლებად ხო ამ პროცესების და თქვენი თავი არტილერია დღეს ისენი არიან კარგი მადლობა ჩვენი არ არიან ისი თქვენი არ არიან გაკეთებენ თავიანთ საქმეს ეგ არის გიგა პრობლემა რომ მე მინდა გითხრა რომ მე გაცილებით უფრო მეტ პატივისცემ თქვენს ადგილზე იმ ადამიანებს ვინც თავისი ცოდვით უცოდველობით თავისი
თვითით დააგზელებს ცხოვრებას და მაგრამ თქვენი არჩევანი ვისაც დანაშაული არჩევანი თქვენს გაუძლებთ რეპრესიებს ჩვენს გაუძლებთ რეპრესიებს ვისაც დანაშაული არჩეულდენია ყველას პატრიოტებდა არასთან პიროვნულად არ გადაგვაქვს არასდროს თემა ასე რომ ვისაც დანაშაული ჩაუდენია დღეს იქნება ასუხის გება არ ჩაუდენია არ ჩაუდენია მადლობთ ბატონ ზაქროსთან და კითხვა თუნებას მომცემთ რა თქმა უნდა ბატონ ზაქრო აიტაცეთ ეგრევე ჩემი კითხვა თორემ არ გაცლიათ მე პასუხს მოკლედ რა გაქვთ ასმეტი ბატონო აკაკი ყველაფერი თქვა რაც კი შეიძლება კი ბატონო ჩვენ ვიყავთ ცუდები მაგრამ თქვენც ნუიმეორებთ იგივეს ხო ამ ლოგიკას მიუყვეთ და აქედან გამომდინარე დავსვათ კითხვა აი ბატონ კახით საუბრობდა იმაზე რომ მართლა ძალიან ბევრი პრობლემა რომელიც სისტემურობის შთაბეჭდილებას ტოვებდა წინა ხელისუფლების პერიოდში თუნდაც როდესაც 3000 ადამიანს უდებენ ნარკოტიკს ყოველ შემთხვევაში ისინი ამბობენ რომ მათ ჩაუდეს ნარკოტიკი არის პროკურატურას არის საჩივრები შესული ბევრმა დღეს უკვე მოხდილიც აქვს სასჯელი და დღეს ჩივის განმეორებით ხდებოდა ათასობით ადამიანის ჩაწერა მოსმენა ფაილები არსებობდა ამასთან დაკავშირებით რატომ არ იყო ამ ხელისუფლების ნება მე არ ვიცი ბატონო კახი საბოლოოდ არ მიპასუხა მე მგონი მას ასე არ წარმოედგინა რომ ყველა უნდა დაიჭიროთ და ჩასვათ ციხეში მაგრამ რაღაცნაირად გამოძიება ამ ყველაფერს არ უნდა მომხდარიყო ეს ფაილები გავანადგურეთ ძალიან კარგი მაგალითად ფაილებზე რო ვისაუბროთ ხო კი ბატონო მე ძალიან მაინტერესებს ვიცოდე მე ჭუმაქ რომ ჩემზეც იქნებოდა იქ ფაილები არ ვიცი ხა რა იყო კონკრეტულად მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მეც არ ვიყავი მათი ყურადღების მიღმა ხო მე პირადად მაინტერესებს ვინ მისმენდა და ვინ მithვალთვალებდა მე და ჩემს ოჯახს ძალიან მაინტერესებს აი თქვა ასეთი რაღაცების გამოძიება რატო არ ხდება ეს არის თქვენი დიდი ბოდიში არაეფექტურობის ბრალი თუ უბრალოდ გადაწყვეტეთ რომ გაანებოთ ყველაფერს და მაგრამ თუ გადაწყვეტეთ მაშინ ასერჩით გოგაონიანს და დანაშაული მაგალითად შესაძლოა არ იყოს ისეთი მძიმე როგორც არათუ გამოძიება ხდება ახალი დანაშაულობები ხდება ამ მიმართებით ხო იგივე ჯეოსელში შესვლის თემა მოსამართლის დანაშაულები ჯეოსელში როგორ განვითარდება მოვლენები პირადი ცხოვრების სამსახველი კადრების დადება და მერე შანტაჟი ხვედელიძის საქმე გვახსოვს და ხვედელიძის საქმე როგორ ჩაიფარცხა ესე ძალიან კარგად ვიცით და უამრავი ასეთი ფაქტები ხო კეთილი მე მეგონა საათად 15 წუთი ყველას გვეყოფოდა მაგრამ არ ეხო ცოტა დრო დაგვჭა და უნდა მოვასწროთ ყველა პირველ რიგში ნინო რაც უნდა ვთქვათ რომ საზახატიაშვილის ჩართვა აღარ გვექნება ჩვენ მივდივართ ისევ საბჭოური გზით და ვამკვიდრებთ ას რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა როგორც ასეთი არსებობს მე იმაჩნია რომ სამართლებრივ ქვეყანაში კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს და ხელისუფლების ყველა განშტოება და ხელისუფლების განშტოებაში მომუშავე ყველა პირი აგებს ინდივიდუალურად პასუხს. ამიტომაც მე არ ვიზიარებ ფილოსოფიასთან დაკავშირებით მაგალითად რომელიც მაღალ თანამდებობაზეა და არა მტკიცებულება არანაირი და არ ვიცი როგორ გავიმუშაო თქვენთან ერთად აღარ ვიცი რა სიმართლე. არა, ჯანეთ მე უბრალოდ ჩაგეკითხებთ პერიოდულად. ჩამეკითხებთ მე სხვა რაღაცას პასუხობ თქვენ სხვა რაღაცაზე მეკითხები და კი ბატონო აურიო თემები ერთმანეთში. კი ბატონო არ არის პრობლემა. გისმენთ არ მეწყენება აურიო ესე ვიაროთ ხანი გადავჩუნდებით და გისმენთ ესე იგი კოლექტიური პასუხისმგებლობის მეწინააღმდეგება და მიმაჩნიოთ თანამედროვე ქვეყანა თუ და სამართლებრივი ქვეყანა თუ გვინდა ავაშენოთ კოლექტიური პასუხისმგებლობა იყოს გამორიცხული ეს არის საბჭოური მიდგომა რომ ამ ნიშნით მიუდგეთ იმიტომ რომ ბევრი საკითხია სადაც გვაქვს ჩვენ განსხვავებული პოზიციები და იმის გამო რომ მე განსხვავებული პოზიცია მაქვს ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის მე ვარ მართალი ან ვისაც აქვს ჩემი განსხვავებული ის არ ნიშნავს რომ ყოველთვის არის მტყუანი სისტემურ დანაშაულებს რაც შეეხება. სისტემურ დანაშაულების კუთხე წაიყვანა აჭკობ გულაშვილმა ერთ პერიოდი გამოძიება მთავარ პროკურატურაში და თქვენი შეკითხვა სწორია, რომ თქვათ, მასობრივი მოსმენები, მასობრივი დაკავებები, მასობრივი ჩადებები, ორგანიზებული პროცესი და ამიტომაც ვამბობ, რომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული გამოძიება აქვს, საჭირო სისტემური გამოძიების სახით და ეხლაც ვშები ამ პოზიციაზე. და არ დაგიმალოთ, მე ვიყავი თავდაპირველ ეტაპზე მომხრე, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც კი შექმნილი იყო, რომელიც წინა რეჟიმის საქმეებს გამოიძიებდა, თუმცა აქ აზრები გაიყო, თქვათ, გუნდში იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ გამختارიყო ახალი ნიურნბერგის პროცესი, თუმცა მე და ჩემი მეგობრები, ვინც ვასაბუთებთ, რომ საპარლამენტო გამოძიება მისი გამჭვირვალობით, მისი საჯაროობით და მისი ტრანსპარენტულობით ბევრად ობიექტურად ბევრად ნათლად წარიმართებოდა,
ამ კითხვებს რაც თქვენ გაქვს რომ ამდენ ადამიანს გადაგვიღეს, ამდენი ადამიანი დაიჭირეს და დღეს ხო ხედავთ რას საყვედურობენ ჩვენ. რომ ჩვენ რატო გვიჯით, სხვებს რატო მარჯით? ამას საყვედურ. ჯერ მათ ვიჭით, ჯერ მათ ვიჭით. შერჩევით ხო? შერჩევით ნუადეთებ. დიახ, ამას შერჩევით. ნუადეთებ უტყირებას აკეთო. თქვენ პირიქით სწორედ შესაბამისად პოლიტიკურ თავალპოლიტიკურ ეხლა რა შეეხება იმ? სწორედ ეს არის პრობლემა, რომ მუდმივად ჩნდება კითხვები, რატომ ეს და არა ის და აი ამიტომ ამიტომაც ვიყავი მე პოლიტიკური ანგარიშწორება. ზუსტადაც და შემდეგ ხდება ხოლმე ისე რომ აი სასამართლოში აი მაგალითად ბაჩო ახალაიას საქმეში ხომ სასამართლოში ძალიან ბევრი ბრალდება ვერ დადასტურდა პროკურატურის წარდგენა. მე რო შეიძლება გავაკეთო ხოლმე განცხადება მოდი დავასრულებინოთ აზრი ერთმანეთს ბატონ ზაქრო. ის რომ ბრალი ვერ მტკიცდება ეს ტრაგედია არ არის. გადავეჩვოთ ამ აზროვნებას რომ თუ ბრალი ვერ მტკიცდება ეს არის ტრაგედია. არა ეს რა თქმა უნდა ტრაგედია იქნება ის რომ ტყუილი ბრალი დამტკიცდეს და ამაში გვაცხოვრებდნენ ტყუილი ბრალის დამტკიცების ცხოვრებაში გვაცხოვრებდნენ. ის რომ დღეს ბრალი ბრალდებების უმეტესობა ვერ მტკიცდება ბატონ ზაქრო. ბოდის ვიხდი რანი რომ მაშინ ამ შემთხვევაში ყველა გადაცემა კაი გამოდის შენი გადაცემა. არა რა თქმა უნდა. ამიტომაც რა უნდა ქნას ახლა ამ არხის მესაკუთრე გაგაგდოთ სამსახურიდან? არა. აბა რა გინდა მაშინ? ვერ გამაგდოთ. და ზოგიერთ პროკურორის გამოძიებული საქმე, იმიტომ რომ მეუღლის სტატუსს სარგებლობთ, ხო? არა მე თვითონ ვარ მე. ხო, თანამესაკუთრე ხარ როგორც ჩანს, თანამესაკუთრე ხო და თქვენც ხარ გამოდით ყველა გადაცემა კარგია რა. აქედან გამომდინარე არ არის ადეკვატური შეფასება. მესმის უტრირებას ვახდენ, ეხლა ნამდვილად უტრირებას ვახდენ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც იჭერთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, დაახლოებით მაგალითად ბაჩო ახალაიას არის ყველაზე გახმაურებული საქმის ადვოკატი და მაგალითად ბაჩო ახალაიას ბაჩო ახალაიას და ბრალდებების უმეტესობა და ზაქარია კუსნაშვილს არ დაუჭერია არც ბაჩო ახალაია არც ვანო მერაბიშვილი ჩვენ აქ პროკურორი და მოსამართლეები ავზივართ თუ აკვირდები გიგას რიტორიკას თუ აკვირდები ჩემს რიტორიკას ჩვენ საუბრობთ როგორც მოქალაქეები როგორც პარლამენტის წევრები ჩვენ თქვენ ბრძანებას იძლევთ არ მოსულობთ აქედან გამომდინარე ესენი გახსოვთ ბრძანებებს აძლევდნენ ხას გახსოვთ გივითარ გამაც ბრძანება რას გასცა მან 26 მაისის წინ გახსოვთ რა ბრძანება გასცა ნოემბრის ბრძანების წინ ბესელიას მითითებები პროკურატურაზე გახსოვთ ვინ ბესელიას კომიტეტი ეკა ბესელია რა თქვა ეკა ბესელია მამის რომ გადაუგზავნეს საქმესო დაიწყოს გამოძიება და ასე ამაში რა არ უკანონო ეკა ბესელია კი არა ყველა მოქალაქე ვართ ვალდებული ყველა მოქალაქე ვართ ვალდებული და დანაშაულის ნიშნებს ვიპოვით ამაზე რეგირება მოახდინა ხო და თუ რა თქმა უნდა აბა რა გინდა მაშინ აი რა გინდა მაშინ ხო და რა გინდა მაშინ თუ არაფერი რა თქმა უნდა ეხლა მე რა მინდა ნინო მე მინდა რომ ეს ბატონები და მათი პოლიტიკური გუნდი იქნას თავიდან ბოლომდე გასამართლებული მათი რიტორიკა სისტემურში ნახეთ სისტემურში ვიძახით ესე იგი დანაშაული არსებობს სისტემური არსებობს ინდივიდუალური სისტემური დანაშაული რას ნიშნავს რასაც თქვენ ამბობთ რომ თუ 13-ში შემთხვევა იყო ნარკოტიკების ჩადება თუ როგორ თვითონვე აღიარებენ დღეს რომ ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაძდევდნენ და ეს იყო მათი ცოდვა ეს სისტემური ხასიათის დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული გიგაბუკია ზაქარია კუსნაშვილმა გაამართლა რომელიმე დაპატიმრება აქვს აქ ან შეუკვეთა ვინმეს დაპატიმრება აქვს ესენი ამართლებდნენ და უკვეთავდნენ დაპატიმრებებს ამიტომაც მე ვრჩები შენ პოლიციაზე სისტემური გამოძიება დაიწყოს სისტემური გამოძიება სადაც დადგინდება პოლიტიკური გუნდის როლი აი ამ დანაშაულებების ჩადენაში დადგინდება იმ ძალოვანების როლი ვინც ამ საქმეს იძიებდა ეს ჩემი ინდივიდუალური პოზიცია ეს მე ვლაპარაკობ პარლამენტის სახელით მე ვლაპარაკობ ქართული ოცნების სახელით ეს არის ზაქარია კუსნაშვილის ინდივიდუალური აზრი იმიტომ მე მიმაჩნია რომ მათი რიტორიკა იმიტომ არის ასეთი არ მინდა სხვა ტერმინი ვიხმარო ცინიკური ვიხმარ ამ ტერმინს ცინიკურია მათი რიტორიკა იმის გამო რომ დღეს მათ იციან რომ ამ სისტემური დანაშაულის კუთხით ეს პოლიტიკური გუნდი პასუხისმგებლობიდან არის გარიგებული მე კიდე მიმაჩნია რომ ამ პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო ეს ძალადობრივი სისტემა ეს პოლიტიკური გუნდი იყო მაგალითი ძალადობის მისი წამახალისებელი და მისი დამცველი გიგაბუკე და ზაქარია კუსნაშვილი არ იყვნენ ამის და მე კიდე მაგას ვიტყვი თქვენი ხელისუფლების დროს თქვენი ხელისუფლების დროს გააყალბებს გამოძიებას ჩაუდებს ვიღაცას ნარკოტიკს ან იარაღს მან უნდა იცოდეს ჩაუდეს უკვე გუნდმა ზაქრო ჩაუდეს გუნდმა პირველივე დღეში ჩაუდეს მაგრამ მოსული არ იყავით უკვე ჩაუდეთ მას პასუხი არ მოვთხოვეთ ხალხო გუნდმას მოსული არ იყავით ჩაუდეთ ეს ილაპარაკებენ თელი ცხოვრება ეს ილაპარაკებენ ამიტომ ეს მოიკითხეთ სადაც ბატონ ლევანთანმა კითხვა ბატონ ლევან მე არ ვიცი თქვენ კითხეთ ეს და პირდაპირ პასუხი ვერ მივიღე მაგრამ
წინა ხელისუფლების დროს გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ხდებოდა გარკვეული დანაშაულებები, მაგალითად ოპონენტებზე თვალთვალი და პოლიტიკური დევნა. თუნდაც ფარული ჩანაწერები მე მგონი ამას ადასტურებს, იმიტომ რომ შეუძლებელია 28000 ჩანაწერი არსებობდეს, რაღაცა მოყვარული პაპარაცების თუ ესეთი პოლიტიკური დევნილები და პოლიტიკური საწოლისქვეშ. ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევას მოვიყვან, აი მე რაც მახსენდება და რაც ჩემთვის მართლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, ეს ხდებოდა სისტემურად ალბათ, იმიტომ რომ ისეთ ადგილებში იყო დამონტაჟებული, როგორც ამბობენ აი ამ კომისიის წევრები, ვინც ეს მასალები ნახა განადგურებამდე და ასე შემდეგ, ეს იყო საძინებელ ოთახებში. ერთი მართვის ცენტრი იყო, ერთი მართვის ცენტრი არსებობდა. ერთიანად ეს ხდებოდა რაღაცა ცენტრალიზებულად ეს ამბავი, ხო? მოდით აი მეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ეს ფაილები არსებობდა თუ ეჭქვეშ აყენებთ, რომ ასეთი ფაილები არსებობდა პირაცხობით. ამას უბრალოდ ამ გეკითხებით, აყენებთ ეჭქვეშ თუ არა, რომ შემდეგი კითხვა გავაგრძელოთ. მე ვეღნობი ინფორმაციას, რომელიც წარდგენილი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მაგრამ და ეს როგორც ჩანს, ასეთ სისტემურ დარღვევებს და დანაშაულებებს ქონდა ადგილი და ჩვენ საერთოდ არა მარტო ამ სისტემურ დანაშაულს, ამ კონკრეტულ დანაშაულს, ნებისმიერი დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული. უნდა არსებობდეს მტკიცებულებები, უნდა არსებობდეს მტკიცებულებები. ეს გააკეთა ზაქარია ქუცნაშვილმა და კაკო ბობოხიძემ. არ უნდა ისჯებოდეს მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილი და კაკო ბობოხიძე არ უნდა რჩებოდეს პასუხისმგებლობის გარეშე. ეს ღარიბაშვილის უთხარია, პროკურატურას უთხარით მეთქი. პასუხი და თქვენ უნდა მოგეთხოვოს პასუხი და იმ ხალხსაც. მე მაგაში თქვენ მხარეს არ. კარგი. და შერჩევით სამართალსაწარმოებს მეთქი, მეც არ გედავებით კაცო ჩვენ. თქვენი თანაგუნდელი არ გამთავრებინეთ საუბარს. მე გეკითხებით ასეთ რამეს. აი ეს ტიპის ეს დანაშაული ავიღოთ, როგორც არის ფარული ჩანაწერების განხორციელება, ხო? ვინაიდან სხვაზე ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ, განვიხილოთ მოდით. ვიღაცა აკეთებდა ამ ყველაფერს. თქვენის აზრით, დღევანდელმა პროკურატურამ, დღევანდელმა ხელისუფლებამ როგორ უნდა მოახდინოს აი ამ დანაშაულის გამოძიება ისე, რომ თქვენ არ ჩათვალოთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, მაგალითად. იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ამას არ ხელმძღვანელობდა ვიღაც მაღალ ჩინოსანი, რომელიც დღეს შესაძლოა ადვოკატია, ან პარტიის წევრია და ასე შემდეგ. პირველ რიგში ამას შედება ზღვარი პოლიტიკურ დევნასა და მართლმსაჯულებს აღსრულებას შორის. პირველ რიგში ამას შედება გამოძიება, ამ სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება, ადამიანების დაკითხვა, პირდაპირ და ირიბი მტკიცებულებების მოძიება. შეიძლება დავასრულო. ბატონ ლევანი მოთმინებით გვისმენდა ცოტა ხანს დათქმევინოთ. და მაგრამ ფაქტი არის, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ასეთ ჩანაწერებს აკეთებდა და ასეთ კარტოტეკას ამზადებდა და არქივს ამზადებდა, დღეს წარმატებით მუშაობენ იგივე დაწესებულებებში და დღეს წარმატებით ახორციელებენ ამოიღეთ მაშინდელი სტრუქტურა და საშტატო განრიგი და შეადარეთ დღევანდელ სტრუქტურას და საშტატო განრიგს. ერთი წამი დავასრულებით. მაგრამ დღეს ანალოგიური ფაქტები რო ხდება ჩვენ ვასახელეთ პერიოდულად ასეთ კონკრეტულ მოსამართლის თანაშემწის თემა. იგივე ჯოუსელის მენეჯმენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ წარსულშიც ხდებოდა და დღეს კიდევ უფრო მეტი ტექნიკური საშუალებები არსებობს, უფრო მეტ ადამიანებს მოусმინონ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები, რომ 1 ოქტომბრის შემდგომ სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სასტუმროებიდან და ესეთი ადგილებიდან გამოიტანეს აპარატურა და ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ როგორც სპეცსამსახურებიდან ასევე კერძო პირებისგან, რომ ასევე წარმატებით უკან შეიტანეს ეს ტექნიკა და ერთი წამი. იგივე ხვედელიძის მიერ გამოყენებული ეს ვიდეო ფაილები და ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და დღეს საერთოდ მეგონი ერთი წამი. აი ვერავინ რომ აღარ გამედოს უკან შეტანა ამ აპარატურის, ხომ უნდა გასამართლენ ისინი, ვინც თქვენ დროს ამას აკეთებდა. და როგორ უნდა აუცილებლად გამოძიება როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება რომ ჩატარდეს მოგვცემ გვარები ხალხის ვინ ჩართული იყო საქმეებში ასევე დღეს მიმდინარე საქმეებში უნდა ჩატარდეს გამოძიება და ადამიანები უნდა იქნეს დაჟილით თუკი დანაშაული არის ჩადენილი ჩვენ სწორედ ამას ვაუბრობთ შერჩევითი სამართალი არ უნდა ყავდეს ქართული ოცნების წევრები 3000 საქმე არსებობს ნარკოტიკების ჩადენის ხო რაღა გიორგიონია გოგაონიანის საქმე უცბად ამოიღეთ და რა ქვია ეს გამოიწეთ რა იმიტომ რომ დაგჭირდა
და იმიტომ რომ ის ბაჩო ახალაიას იცავდა და პრობლემებს უქმნიდა პროკურატურა სასამართლოში და ასე შემდეგ და უამრავი შევიდა რაღაც გამოძიება თუ წარიმართა და თუ არსებობს მოწმე და ამის გამო და ჩვენ ნახეთ იგივე ადვოკატის განცხადება რომ არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არსებობს ხოლმე მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არსებობს და მოწმეთა ჩვენებები როგორ არის მიღებული ჩოხდები და ამას სასამართლო პროცესებზე როცა 4 ბრალდების საქმე თუ არ ვსწრები მოხსნილი აქვს და გამართებულია ბაჩო ახალაია, სადაც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე იყო დაყნობილი მარტო ბრალი. ანუ აქ საუბარი იმაზე, რომ უნარობაც იკვეთება, ხედვაც არ არის, პრიორიტეტებიც არ არის იგივე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და უამრავი პრობლემები აქვს დღეს ხელისუფლებას იგივე ამ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და რაც თავარია, შერჩევითი სამართლის კონკრეტული მაგალითები გვაქვს იგივე მოსმენებთან დაკავშირებით, ხო? იგივე გამგებლებთან დაკავშირებით, იგივე სხვა უამრავ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური ზეწოლის ნიშნები აშკარად იკვეთება და აქ ამ შემთხვევაში ერთი წამით ჩემი მეგობრები და ჩემი კოლეგების პრობლემა არის ის რომ თუ ჩვენ ბრალადგვედება ის რომ წარსულის ასე ვთქვათ გადასტომებს დანაშაულებას ხშირად პოლიტიკურად ვაправებდით და ასე ვთქვათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენს გვეკისება დღეს სამწუხაროდ ეს ადამიანები არიან ამ მდგომარეობაში და უწევთ იგივე პროკურატურის იგივე პოლიციის საქმეების გაправება სამწუხაროდ გინახიათ რომ ჩვენ ეს გოგაონიანი არის ერთი როცა ვანომერაბიშვილის გატაცების საქმეზე გატაცების საქმე იყო გატაცება სხვა რაღაცა გაყვანა სხვა რაღაცა გატაცებაც იყო ვიდეოფირების განადგურებაცაც ჰქონდა ადგილი და ასე შემდეგ შიგნით გადაადგილებაზე რასაც გატაცება თათუ ხაშვილი საინტერესოა გადაადგილებაც უარყეს ხო საერთოდ გატაცებას იყოს გუშინ გაყვანაც უარყეს ხო გუშინ თქვენ ჩაატარეთ თქვენმა პარტიამ ჩაატარა პრესკონფერენცია და ბრძანა რომ ონიანიო ნაცემ და ნაწამები ყავთო იმაშიო ციხეში გამბოვიდა მაგის ადვოკატი როგორ არა ბატონი ციკლაური გამოგზავნა გადაახვიეთ თქვენი კადრი და ნაცემ და ნაწამებია ციხეში ჩაქცევები აღენიშნებაო ჩვენი შევიდა მაგის ადვოკატი არაფერნაც თქვენი როგორ დავიჯერო ხალხო თქვენი ვანომერაბიშვილს იცავდა გამერზო იყო ისეთი ვანომერაბიშვილი განცხადებული ფარგამაძე გამოდის ერთუთ მაცალე ძველი არსენალი გამოიყენეთ ეხლა გამოგეს და ამბობს რომ არაფერი არ მოხდა რომ უბრალოდ ადამიანები პირდაპირ გამებს იხობს აი რა როგორ შეიძლება ბევრი რომ შეიძლება დაგიჯერო მაგრამ იმის მერე როდესაც მერაბიშვილს იცავდა გამებზე არ ლაპარაკობს რუსო ტარმე ოფიცრებს ეძებდა სხვაზე როგორ უნდა დაგიჯერო საქმეების თელი ჩვენი უკეთებაა გოგაონიანი არის თუ არა იმ მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა რომ მისი დაკავებით ხელისუფლებამ რამე მოიგო ანუ სასწორზე დგას რა ერთი წამი ციტყვარიან ჩვენ მოიგებს ხელისუფლება ამ მოქმედებებს მათ ძალიან კარგად იციან ერთი წამი თუ შეიძლება კითხვას ჩამოვაყალიბებ მათ ძალიან კარგად იციან რომ ნებისმიერი პოლიტიკური განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანის დაკავება მათთვის არ იქნება კეთილსასურველი თქვა თუნდაც ევროპელების ამერიკელების თვალში თუმცა ამას მე მგონი ყველა ხვდება პოლიტიკის ანბანი ვინც იცის ხო დამწყებმა პოლიტიკოსმაც კი იცის მაგრამ მათ როგორც თქვენ ამბობთ პოლიტიკური მოტივებით დააკავეს მაინც გოგაონიანი უღირდათ მათ ამ ხელმძღვანელის გაყება ჩვენ გვახსოვს როდესაც თუნდაც წინა ხელისუფლება არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს დასავლეთისთვის ხანდახან ჩადიოდა ხოლმე მაინც იმიტომ რომ მას იმ მომენტში ეს ძალიან ჭირდებოდა ანუ უღირდა აი უღირდათ გოგაონიანის დაკავება აი ამ ხმაურად იქნებოდა მაშინ რომ არ დაიკავებიათ ეთყობა და არა მე მინდა თქვენგან მოვისმინო არგუმენტი რატომ არის გოგაონიანი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა რომ გოგაონიანი გასიშოს არ არის მის გარეშე ბაჩო ახალას საქმეს ამხემუქრება თუ რა არა არა მოდი მარტივად ვთქვა რა რომ არსებობს პიროვნული დაღიზიანებებიც და არა ერთხელ და ორჯერ პიროვნულად გააღიზიანა გოგაონიანი ბიძინა ივანიშვილისგან არასდროს არ გამოჩენილა პიროვნული დაღიზიანების მაშინ ასე დასო მაშინ ასე არასდროს არ გამოჩენილა ვანომერაბიშვილთან დაკავშირებით პარტია აცხადებდა ხოლმე რომ აი ვანომერაბიშვილის დაკავების მიზანი იყო ის რომ პარტიას ვერ ემუშავა გამართულად არჩევნები მოდიოდა თქვა საპრეზიდენტო და პრობლემები შექმნილი არჩევნებში ვერ მიიღო მონაწილეობა აი გოგაონიანთან დაკავშირებით რა არგუმენტი არსებობს რატომ გოგაონიანი კითხეთ ამავე ხელისუფლებას ქალბატონო ჩვენ სხვა რამეზე ვჯეროთ დღეს რატომ გოგაონიანი ეს ცალკე თემაა მაგრამ მოტივი საერთოდ დანაშაულის ჩადენისას ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ამიტომ მოტივს ვიძებ მე პირადად ვიძებ მოტივს ახლა პირადი მარტივად დეტექტიური ლოგიკით ვიძებ პირადი დაბოროტება ბიძინა ივანიშვილს კარგი მაგრამ დავასრულოთ ბოლო რეპლიკები ვისაც ყველა საქმე ჩამოუშალა პროკურატურა სასამართლოში აბსოლუტურად ყველა კარგი მაგრამ ანუ როგორც მაგარი ადვოკატის თქმა უნდა არ არის ასე. კარგი.
თქვენი აზრით თანხმობის კვალიფიკაციაზე არ ვიმსჯელებ, იმიტომ რომ არ ვიქნები ობიექტური, თუმცა იურიდიული საზოგადოება პროკურატურას ჩამოუშალა თუ არა ხუთი საქმე სასამართლოში. რამდენად მაღალ კვალიფიციური იურისტთან გვაქვს საქმე. თუმცა ფაქტია მაშინ. მინდა ვთქვა, რომ ნინო თქვენი შეკითხვა იყო საკმაოდ მაშინ პროკურატურის კვალიფიკაცია დგას. ინტერესი ამ შემთხვევაში რა არის? ინტერესი ამ შემთხვევაში რა არის? რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, მე ვფიქრობ, რომ სამი მომენტი ექნება მოსამართლეში შესაძლებელი. ეს კანონის ენაზე ვლაპარაკობ, ეს არის ზაქარიას დადგენილი სტანდარტი, ეს არის კანონის სტანდარტი, რომ მოახდენს თუ არა ეს გამოძიებაზე ზემოქმედებას, მიიმალება და თუ გაანადგურებს არსებულ მტკიცებულებას. ეს სამი სტანდარტი უნდა შემოწმდეს ხვალინდელ სასამართლოზე. თუ აღმოჩნდება, რომ არაფერი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს, რომელმაც ან ერთი, ან მეორე, ან მესამე საფრთხე არ წარმოშო, უკვე მოსამართლემ კანონიდან შინაგანი რწმენა გამომდინარე და მიიღოს გაწყვეტილება. ამაზე ვლაპარაკობ. უნდა დავასრულოთ, გაცა ბოლო რეპლიკები თუ გვაქვს თვითონ ძალიან. მე დავიწყე ჩემი შესავალი სიტყვა და იგივე მინდა დავამთავრო. რომ ჩვენ შედარების მეთოდს გამოვიყენებთ, თუ სტატისტიკის მეთოდს გამოვიყენებთ, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი ძალიან მძიმედ, მაგრამ წინ მიდის. და მე სულ მახსენდება ის დღე, როცა მე დათო ბაქრაძეს შევხვდი, მამაჩემს აბრალებდნენ, რომ მილი ვერ დამარხაო, არ დამარხაო 4 მეტრ სიღრმეზე და ანგარიშ ფაქტურები გააყალბაო და მე ვთხოვდი რომ მე ვთქვი გავთხაროთ მოდი ეს მილი ჩვენ გადავიხდით საინჟინრო სამუშაოების ღირებულებას ავნახოთ 4 მეტრზეა დამარხული თუ 1 მეტრი სიღრმე აბრალებდნენ 1 მეტრი სიღრმეზეა დამარხული. შემდეგ ექსპერტს დააჭერია ეს ყალბი დასკვნა რომ გათხრის გარეშე რომ 1 მეტრი სიღრმეზეა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტი და აღმოჩნდა რომ 4 მეტრი სიღრმეზეა დამარხული. მე ამას რო ვერ გვიმტკიცებდნენ მე ადგილიდან და ანგარიშ ფაქტურები გააყალბაო. დათო ბაქრაძეს მაგიდას დაუდგე 4 ანგარიშ ფაქტურას სადაც მამაჩემის ხელმოწერა არ იყო. და უთხარი კაც რო იჭერ ციხეში დამოვთ ანგარიშ ფაქტურა გააყალბა აი ეგეთ სტანდარტების ქვეყანაში გვაცხოვრობთ ჩემი მოწოდება არის ასეთი ჩვენი მხარდამჭერების და ჩვენი ადმინისტრაციული ორგანოების მუშაკების მიმართ არავითარ შემთხვევაში უწყებრივი ინტერესი იქნება თუ ვიღაც პიროვნული გაღიზიანება ამათ მნიშვნელობა არ აქვს ეს არ შეიძლება გახდეს სახელმწიფო პრინციპი ვიღაც მიერ მოქმედებს მხოლოდ უთხოვარი მტკიცებულების ერთობლივად იმიტომ რომ თუ ამ სტანდარტებით არ მოქმედეთ რა თქმა უნდა მათ დანაშაულებრივი წარსულს ფასი ეკარგება და ამ შედარებას გამოიყენებენ, ხოლო მეორე მხრივ გაფრთხილებთ, რომ მოვა სხვა ხელისუფლება, ჩვენ შემდგომი ხელისუფლება, რომელიც ლოიკურია, რომ შეიძლება მათაც მოითხოვონ წინა საქმეების გადახება. ამიტომაც სამართლიანი სტანდარტების დამკვიდრება, სამართლიანობის დამკვიდრება არის აუცილებელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პასუხი არ უნდა მოთხოვონ. დიდი მადლობა, ბოლო რეპლიკა თუ გაქვთ, ეს და უნდა დავასრულოთ ძალიან მოკლედ. ბატონო ზაქარიამ დეკლარირების დონეზე სწორი პოზიცია ჩამოაყალიბა, მაგრამ ფიცინტამს რომ მაკვირებს, ეგ არის პრობლემა, რომ ზაქროს პოზიცია და ხელისუფლების ვინც მართლა მოქმედებს, იმის მოქმედება ერთმანეთთან თანხმდრელი უბრალოდ არ არის. თავარი არის ერთი რეალობა, რომ საზოგადოება თქვენს ელოდებით ხვალ მოსამართლე და გადაწყვეტილებას მიიღებს და იქამდე რა ხდებოდა პროკურატურა თუ დააკავებდა აპრიორი ყველა მიცოდით რომ მოსამართლე იმას მიუჭიდა რაც პროკურატურა მოითხოვდა. ეს არის დღეს რეალური სხვაობა, ეს არის უკვე მიღწევა, რა თქმა უნდა ეს არის იდეალური სიტუაცია, მაგრამ უქცევადად მიდის სამართლიანობის დამკვიდრება ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. ზაქრო შენივრად ჩამოაყალიბა. ჯობს დავასრულოთ გადაცემა. უბრალოდ ბატონო ზაქრო არც დაქცევის მიმალვის ხიფათი არსებობდა ხონში, არც ზემოქმედების ხიფათი არსებობდა, იმიტომ რომ ჩამოაშორა პროკურატურის მოთხოვნით ეს. მე თქვენ სიტყვა ვერ ვენდოი, ბატონო. მე თქვენ ვერ ვენდოი. უბრალოდ გავთხილებთ რომ ისევე მიდის შეცდომებისკენ თქვენი ხელისუფლება და უბრალოდ დროზე მოეგეთ გონს ამას გეუნებით. დიდი მადლობა, ეს უნდა დავასრულოთ გადაცემა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ყველას. მადლობთ რომ გიყურებდით. ბარიერი ხვალ დაბრუნდება ეთერში 22 საათსა და 30 წუთზე ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად. კარგად გრძანდებოდეთ.